მშვიდობა მოგცეთ უფალმა, მართლმადიდებლებო, ქრისტიანებო, წყალობა არ მოკლებოდეთ უფლის. აი ახლა მე ვარ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც სათაურშია, როგორც სათაურში წერია, ქართული მიწათმოქმედის უცხოელზე გასხვისება საერთო პრობლემაა და ერისპრობა სამშობლოს ღალატია. უცხოელს უნდა ეკრძალოს საქართველოში უძრავი ქონების შეძენის და საკუთარ სახელზე დარეგისტრირების უფლება. აი ახლა გავიდეთ და ვნახოთ რა ხდება აქეთ და იქით. ანუ ეს არის პარლამენტი. გადავიდეთ ჯერ. აი ხმა როგორ ისმის თუ დამიდასტურებთ, უფრო გავაგზავნებ საუბარს რა. ეს არის პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო და აი ვნახოთ რაც ხდება. შემდეგ გადავინაცვლოთ პარლამენტის გვერდით. დღეს აქცია უნდა გამართულიყო ამ მიწათმოქმედის გასხვისებასთან დაკავშირებით და აი ვნახოთ იქაც გადავიდეთ. ერთ სიტყვით ჯერ ვნახოთ ეს არის 9 აპრილის გარდაცვლილთა დაღუპულთა მემორიალი 1999 წლის 9 აპრილზე და ისინი იბრძოდნენ მამულის ენის სარწმუნოებისთვის. აი აქეთ კი ვატყობთ რომ ეს არის ჩვენი ჯვარი 2025 წლის 5 ივლისს აღმართული ჯვარი და აი აქცია ჯერ ერთი აი ეს დავიწყოთ აქედან რა. არც ერთი ნაბიჯი უკან ფიცი გვაქვს დადებული. აჯანყდი რევოლუცია. აი ეს არის საქართველოს პარლამენტი და რა ვიცი, რამდენად რევოლუცია, აი ატყობ. რამდენად ნორმალურია, რომ საქართველოს პარლამენტზე აი ასეთი რაღაცა, თავისუფლება მინდია შერვაშიძეს. გასაგებია, აქციები ტარდება, მაგრამ აი ეს რამდენად ნორმალურია, ეს მაინტერესებს მე. აქეთ საპატრულო პოლიცია პატრულირებს, აქეთ ჩვეულებრივი აქცია, მაგრამ ჩემთვის ელემენტარულად ვკითხულობ, რამდენად მისაღები და ნორმალურია საქართველოს პარლამენტზე აი ეს წარწერები. შეიძლება აქციები იყო, ვიღაცამ დააწერა, მაგრამ რა ვიცი, აი ეს ჩემი საზრით არ არის ნორმალური. ახლა გადავინაცვლოთ იქით მეორე მხარეს ზოგჯერ პოლიციას რაღაც პრეტენზიები ქონია და ვნახოთ აბა ერთი. ეცადე ჯერ ვკითხავ. გამარჯობა. შეიძლება ეს შეკითხვა მაქვს პირდაპირ ეთერი მაქვს, გაგეცნობით ჯერ. აი ესაა ჩემი პირადობა. გოჩა სურამელი. რამდენად ნორმალურია საქართველოს პარლამენტზე აი ეს წარწერები რომ არის, აჯანყდი რევოლუცია და აი თქვენი საზრით, როგორც სამართალდამცავების საზრით რა. ეს ნორმალური ასე უნდა იყოს? თუ არ უნდა იყოს? თუ უნდა წაშალოს? არა, ნორმალურია თუ არ არის ნორმალური რა? სწორედ ქალაქ თბილისის მერიის მისახედი რო ეგ ვიცი. ძალიან ცუდი, მე ჩემი როგორც რიგითი ვაფიქსირებ რომ ეს არის კი, ჩემი აზრია რომ აი საქართველოს პარლამენტზე აი ესეთი წარწერები არის შეურაცხყოფელი. შეიძლება აქცია ჩატარდა რაღაც, ის აქცია დამთავრდა, ეს წარწერები უნდა წაიშალოს. და ვინც არ შლის ახლა დანარჩენი, რა ვიცი. არჩევს იქით მეორე აქციაზე გადავინაცვლებ. ერთ სიტყვით აი ესეთი პასუხი გამცეს, არ ვიცით პასუხს ვერ გაგცემთო და ბიჭო ამას რა თუნდა აი ეს ვიმატოთ ერთი რომ ორია, აი ეს არის ეს. საქართველოს პარლამენტზე აი ესეთი წარწერები, რაც ახლა ვნახეთ, აჯანყდი რევოლუცია და ასე შემდეგ, არის აბსურდი რა. ეს არის თითოეული ჩვენთაგან გამავლელი შეურაცხყოფა. ვნახოთ საპატრულო ეკიპაჟი, პოლიციელები, საპატრულო არა შეიძლება ეს იყოს განყოფილება, ასე ვთქვათ. აი აქაც დგანან, მაგრამ აი ამათაც ვკითხავ რა პრობლემაა კაც. გამარჯობათ. პირდაპირ ეთერი მაქვს, სარგებლობ სიტყვის და აზრის გამოხატვის უფლებით, ეს არის ჩემი პირადობა. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, როგორც სამართალდამცავებთან. აი ეს წარწერები საქართველოს პარლამენტზე რამდენად ნორმალურია? აჯანყდი, რევოლუცია და ასე შემდეგ. რა წავიკითხე იქით იყო და ნორმალურია, უნდა იყოს ეს წარწერები? არ გვაქვს სურვილი რომ გიპასუხოთ და ჩაგეწეროთ პირდაპირ ეთერში. კარგი, მადლობა. მაშინ მე დავაფიქსირებ რომ ეს არის წასაშლელი. შეიძლება აქცია ჩატარა, მე ბევრ აქციაზე ყოფილი ვარ, მაგრამ ფოტოლი არ ჩამოვარდნილა იმ აქციებიდან და ეხლა რევოლუცია რო ეწეროს და კიდე აქეთ რაღაც აი ესეთი დაჯღაბნილები ჩემს აზრით მიუღებელია რა. კარგად ზანდებოდეთ. ხო, რა ვიცი, აი ამათაც თავი შეიკავეს რატომღაც და ელემენტარულს ვიძახი, ელემენტარულს, ხო? ეს არის საქართველოს პარლამენტი. აი მომისმინე, კაცო, პარლამენტის თავმჯდომარე ვინ ახლა?
და პრემიერ-მინისტრო ვინ ახარ და ქალაქის მერო ვინ ახარ. აი ეს წარწერები რამდენად ნორმალურია რა. ეს მაინტერესებს მე, მეტი არაფერი. ნორმალურია თუ არ არის ნორმალური? დანარჩენზე მე ვილაპარაკებ. აი აქ როგორც ვიცით არის მეორე აქცია. საქართველოს მიწაწყლის გაყიდვა რომ არ შეიძლება და აი აქ გამოვიდეთ და ვნახოთ რა. აი თუ დამიწერთ ხმა როგორ ისმის, კარგი იქნება რა. ეს ჩამოახსნევინეს, ბიჭო, ჩამოახსნევინეს ესე ნახე. რა საინტერესოა. აი უყურეთ, აი აქედან დავიწყებ, ეხლა მოძებნი მე აქციის ორგანიზატორებს და გავესაუბრები მათ რა. გამარჯობა. როგორ ზანდებით? გაიხარეთ, მადლობა. აი ნახოთ ესე. მე უყურე. ანუ გამარჯობა ბატონო დავით, შეიძლება? მე არ შეგაწყვეტინებ საუბარს, ისაუბრეთ და შეკითხვა მაქვს ერთი რა. გამარჯობა, როგორ ზანდებით? მადლობა, რა ვიცი. პირდაპირ ეთერში უყურე იმათ პოლიცია მოვიდა ეს ჩამოხსენით ვა გამული იყო და რამდენად ნორმალურია, რატომ უნდა ჩამოიხსნას ეს? ჩამოახსენეს, თორე ხო, გამული იყო და რატომ უნდა იყოს დაჯარიმებული? ხო. თორე ეს აი მაგაზე შეკითხები მექნება. აიყიდება ეგ არ ასწივად, ესაც ეხლა რა მაინტერესებს, ჩემ Facebook-ზე შედით და პირდაპირ ეთერის ხმა თუ ისმის, ეგ მითხარით რა. კი ბატონო, ეხლა. ხო იცით ჩემი გოჩა სულამი ლათინურად, ხო. უბრალოდ ხმა როგორ ისმის, რომ აი ეს არის თქვენი კი მე ვისაუბრებ და ხმა როგორ ისმის და თქვენ შედით თორე მე აი ეს გადავაჭრე ხო არა ეს ჩემი გვერდია არა იქ უნდა შესულიყო მოიცა რატო არ შედი აი მანდ უნდა შევიდეს აი აი ხმა როგორ ისმის აუწია და მითხარი ვერ სიტყვით, აი ახლა ელემენტარულ სიტყვი რა. პარლამენტთან არის აქცია, სადაც აწერია რევოლუცია, ისმის? სადაც აწერია რევოლუცია, აჯანყი და ასე შემდეგ. აი მეორე მხარეს დაახლოებით სადღაც 200 მეტრში არის მეორე აქცია. საქართველოს არ გაიყიდოს, მიწაწყალი არ გაიყიდოს და მე პირდაპირ ეთერში ვნახე, აი ეს რაც აქ არის, ხო, დადებული ძირს. აი გაკრული იყო ელემენტარულად თოკზე რა. და პოლიცია მოვიდა და ჩამოახსნევინა. მე მეგონა არ ჩამოხსნიდნენ, მაგრამ თურმე მართლა ჩამოახსნევინეს და აი მაინტერესებს აი ბატონ დავით ჭაბუკაშვილი რა სიტყვის ამასთან დაკავშირებით. ბატონო დავით, გამარჯობა. უპირველეს ყოვლისა მე ვნახე თქვენი პირდაპირ ეთერი. აი ამას დავამაგრებ რომ ხმის უკეთესად რომ გასხმა. და აი ამასთან დაკავშირებით რა. ერთ სიტყვით, ჩემი პოზიცია თქვენ იცით, აქედან დავიწყებ. მე არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვარ, სადაც დაფიქსირება ქართული მიწაწყლის გაყიდვასთან დაკავშირებით რაიმე პროცესი შეძლების და გვარად მინდა რომ იქ ვიყო. აი ახლა მე გამოვიარე, აი ასე დავდგეთ რა, აი ახლა მე გამოვიარე პარლამენტთან. იქ არის, აქცია მიმდინარეობს, მოშიმშილეები არიან, მათ თავისინებაა ეს, მაგრამ იქ მე ვნახე წარწერები აჯანყი რევოლუცია და იქ პოლიციელები იდგნენ. და აი პირდაპირ ეთერში ვკითხე რომ მეთქი რამდენად ნორმალურია ეს წარწერები დაჯღაბნილები ანუ პარლამენტზე რომ აჯანყი რევოლუცია და ანუ ჩვენ ვისაგებლებთ სიტყვის უფლები და არ გიპასუხებთ ამაზე პასუხსო. აი ესეთი აბსურდი პასუხი გამწეს და აი ახლა როგორც ვიცით, აი აქ გაბმული იყო თოკზე ელემენტარულად აი ეს და ჩამოგახსნევინეს უბრალოდ მე რომ პირდაპირ ეთერი ვნახე, მოვიდა პოლიციელი და გეუბნებოდა თქვენ ჩამოხსენითო და ასევე თქვენ უკითხეთ მას რომ რა კანონით ის საფუძველზე და იქნება ამასთან დაკავშირებით აი ორიოდე სიტყვით და კიდევ აი ამასთან დაკავშირებით რა არის ვერაფერი ვერ წარმოადგინეს უბრალოდ აი კიდევ ერთხელ უნდა დარწმუნდეს ხალხი რომ ეს არამართული რო არის აი რომ არ არის მართული ხელისუფლებიდან ამიტომ არიან შიში და ყველანაირად ხელს გიშლიან. ეხლა მოვიდა ჩემთან წეგან ბატონი დემურ გიორხელიძე უფროსობა ჩამოვიდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან და უთხრეს რომ 5000 ლარიან ჯარიმას დაგიწეთო. ეხლა ანუ რომელი მუხლი ანუ რა ანუ არაფერს არ ამბობენ
ჩვეულებრივად გამოგიწერენ ჯარიმას ახლა და ქართველთა დიდ გაერთიანებას ნამდვილად არ აქვს ეგ კუფუნება ახლა ამათ 5000 ლარები უხადოთ ხო? არა, მე უბრალოდ ის მაინტერესებს, რომ აი რის საფუძველზე ეხლა წითელზე წარმოადგენს ძღოლები რომ წითელზე გადიან, ხო? კი. მე დამღები ძღოლი არ ვარ, მაგრამ ძღოლები რომ წითელზე გადიან, იქ არის 125-ის რაღაც მუხლი, რომ ამის საფუძველზე ჯარიმდება ის ძღოლი. და აი ეს რის საფუძველზე დეთანხმებით, რამდენჯერ უთხარი მე თქვენ ნახეთ იქ ხო? ვერ წარმოადგინა ვერც ერთი გისა, რომ მუხლი კანონი რაღაცა რომ რის საფუძველზე იერსახე ზიანდებაო. და იერსახე აი არ ზიანდება საკანონმდებლო ორგანოები. აი ამიტომ დავიწყე იქიდან რომ წარწერები რომ ხო, ერთი წელი რო დაკეტილი, ჩაკეტილი 4 კაცი. რა, ბიძინა ივანიშვილო, შენ 4 კაცი ვერ აგიყრია აქედან? სასამართლო შეხელშია, პარლამენტი შეხელშია, მინისტრთა კაბინეტი შეხელშია, პრეზიდენტი შენი გოლშია, პრემიერი შენი გოლშია და 4 კაცი ვერ აგიყრია იქიდან? მაგრამ არა გაწყობს, რომ აქ პატრიოტი ხალხი არ მივიდეს და არ მოგთხოვოთ ის, აი რაცაც აქ ხედავთ გაყიდული საქართველოს. ამითი ართობ მთელი საქართველოს მოსახლეობას და ჩუმჩუმად ყველაფერი გაყიდული რა ვნახე კოჯორის აი იქ ვიყავი კაცო კოჯორზე. გარშემო მთელი კოჯორის გარშემო ხალხი ვერ ამბობს ვერაფერს, სულ გაყიდულია ყველაფერი ხალხი. სულ არაბებზეა გაყიდული. საქართველოს 70% თუმად გაყიდულია აქვე გავწო ამ სიტყვას. ჩვენ ახლა არაბიზაციას რო ვამბობთ, იმას არ ვამბობთ, რომ ირანელი თვითონ ეს ტერმინია უბრალოდ ასეთი. ტერმინია კი ეს ამ დიდი ინვესტიციის ფონზე თორემ არც არაფერს უნდა კონდეს, არც ჩინეთს, არც თურქს, არც საქართველოს მიწაწმის რა თქმა უნდა, აქაც აი თბილისის გარშემო, მაგრამ მარტო არაბები კი არ არიან, ირანელებსაც გარშემო მთელი მიწები ნაყიდი. ასევეა, აგერ კახეთში უკვე ინდოელები რომ მოედნენ და არ ვიცით ხალხი, ხო იცით ყველა. კასპში რაები ხდება სამთავისის ტაძართან და ისე ყველა და ტაძრებთან 1 კილომეტრში არაბული სოფლების შენებლობა ჩაუშალა აგერ ვაჟა ოთარაშვილმა. რამდენი ერთი აი ბაზალეთზე, თეთრი წყაროში, ოზურგეთში, ბათუმში ყველგან გაიხედა პლიაჟები მოშალეს. იმას ბათუმში ხო ხედავთ თურქული ისინი მუშაობს, კომპანია მუშაობს. გაყიდულია მთელი საქართველო ამ ხალხს ძინავს. აი იმიტომ არ უნდა, იმიტომ ეშინია ბიძინა ივანიშვილს, რომ აი ეს ხალხმა არ უნდა ნახოს, აქ რომ გადის და გამოდის. გამყიდველი ხარ ბიძინა ივანიშვილი, გამყიდველი ხარ ხოცებო თქვენ და მალე დასამართლებელი სამართლებრივად. სამართლებრივად თქვენივე ხერხებით უნდა დაგამარცხოთ ქართველმა ხალხმა. ეს სიტყვით მე სათაუშიც მიწერია ქართული მიწაწმის უცხოელზე გასხვისება, საერთო პრობლემა ერისტრობა, სამშობლოს ღალატია და უცხოელს უნდა აეგზალოს საქართველოში უძრავი ქონების შეძენის უფლება და აი თუ აპირებს თქვენი გაერთიანება მაგალითად პარლამენტში აი ამის დაფიქსირებას რომ უცხოელს აეგზალოს უძრავი ქონების შეძენის უფლება. ბატონო გოჩა, ნახე ძალიან დიდი მიამიტობა იქნება, გამოცდილი ხალხი ვარ და კარგად ვიცი. პარლამენტის ბიზნეს ჯიბეშია. არა, მე იმას არ ვამბობ, დაგვეთანხმებიან. არა, პირველი ნაბიჯი ხო ეს უნდა იყოს, რომ სახალხოდ მოუწოდეთ, ელემენტარული მოუწოდეთ, აი უფრო მარტივად მისაღები კანონი. თუ ქართველი ხარ, ყაველაშვილო პრეზიდენტი რო ქვია, ხომ მოგიწოდეთ აგერ რუსთაველზე აქცია რო გავმართეთ, თუნდაც დედაენის ძეგლთან რომ საქართველოს ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საქართველოში ბრუნდებიან და დაკარგეს მოქალაქეობა, რატომ უწყობთ გამოცდებს და რატომ ახდევინეთ ფულს, რომ აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა? იმ გაჭირებულ წლებში წავიდნენ და იქიდან არჩენდნენ საქართველოს ის ხალხი. და დღეს არაბებს, ირანელებს და ამათ უყველას ინდოელებს აძლევენ, როგორც ფული გადაუხადონ და ეგრევე აძლევენ ბინადრობის მოწმობებს. და ქართველ კაცს 100 კაცი რო დაბრუნდეს უკან 100-დან 97 მოქალაქეობას ვეღარინებს. ხოდია. ეს არის ღალატი ქვეყნის, ეს არის ანტიქართული, ანტიხალხური რეჟიმი და აქ უკვე ყველა წერტილი დასმულია. ერთ სიტყვით ჩვენი საქმე ის არის რომ საღამოს 6 საათზე ჩვენ გვექნება საინფორმაციო მიტინგი და ყველას მოუწოდებ მობრძანდეს და აქ გაიგებენ ყველაფერს. ერთ სიტყვით ჩვენი საქმე ის არის რომ წინაპრებისგან საკუთარი სისხლის, დაღვრილი სისხლის ფასა დანატოვარი მამული ენა სარწმუნოება შევინარჩუნოთ და გადავწყვეტ თავმავლობას. ეს ზეპარტიული საკითხია და პირადად მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ სადაც დაფიქსირდება და საშუალება მექნება ფიზიკურად რომ მივიდე, ხო? ეს დღეს იქნება, ხვალ იქნება, ზეგ იქნება, ყველგან მაგალითად ჩემს საქმეს ვიტყვი ელემენტარულად როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი მართლმადიდებელი რომ ქართული მიწაწმის გასხვისება უცხოელზე
კანონით უნდა აიგზავნოს და ყველაფერი ასე თუ ისე მოგვარდება. ის ბინადრობაც აღარ ექნება თუ კანონით ვეღარ კი, მაგრამ ეს რეჟიმი არ აკრძალავს. აგერ გადახედეთ რეს, რაც მოვიდნენ სულ უცხოელებზეა გაყიდული ყველაფერი. არ აკრძალავს და მე კიდევ მინდა ძალიან ბევრი პარტია საქართველოს 300 პარტიაზე მეტია და ესე არ შეიძლება მეგობრებო. ქართველები ვარ, ხელიდან გვეცლება სამშობლო. ჩვენ გუშინ გამოვაცხადეთ, ჩვენ ხო არა ვართ პარტია, გამოვაცხადეთ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ, რომ შევქმნათ საერთო სახალხო ეროვნული პლატფორმა. აი გაერთიანების ბაზაზე, არა პარტიული, იმიტომ რომ ერთი პარტიას მეორე არ მოსწონს, მეორეს მესამე, ესე ვერ გაერთიანდება. მაგრამ ეს ხო საერთო თემაა და ზეპარტიული. რა თქმა უნდა და პარტია ამას ხო ვერ გადაწყვიტავს, ეს არ არის, ეს არის გლობალური პრობლემა, ეს არის საერთო სახალხო დიდი ეროვნული საფრთხე. ეს არ არის რომელიმე პარტიის თემა, ეს არის მთელი ქართველი ერის გადასაწყვეტი. და აქ ელემენტარული ლოგიკას მივყვით, აი უფროსი თაობა ვართ და ესე იგი არაბი, ჩინელი, თურქი, პაკისტანელი რომ ჩამოვლენ პარლამენტში არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტში უმრავლესობაც მათი კანდიდატები იყვნენ, კი გახსოვს ორი თუ წინა არჩევნებზე თუ ასვები ვიღაც ოგბუნუჯუმ რომ იყარა კენჭი. ანალოგიურად იყრიან და გაიმარჯვებენ და თითოეულ ადგილებით შეიძლება უმრავლესობაში აღმოჩნდნენ და შემდეგ რომელ ქართველობაზე და რომელ მომავალზეა საუბარი ჩვენ არ შეგვეკითხებიან ისეთ კანონებს მიიღებენ. ბატონო, ნამდვილად ვიცით რომ აი ეს ორი ქალაქი რო იგეგმება ეხლა არაბული ქალაქის აშენება, ეს 100,000-ობით ხალხი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და სულ ყველა იქნება ბიზნეს ქართული ოცნების გამправებელი. არჩევნებით ვეღარ დაამარცხებთ მე. და დამთავრებული აქ ქართველს აღარავის აღარ გააჩერებენ ცოტა ხანში. ეს მაგას უცირესობაში გადახვათ თუ არა, ჯერ მშვიდად გეტყვია რომ დატოვოთ ეს ქვეყანა. არ დატოვებთ. იქვე ჩაგხოცავე, როგორც მოხდა სხვაგან, ეხლა აღარ მინდა დავასახელო, კიდე არის სირია და ბევრი ქვეყნები, სადაც მოხდა ანალოგიური სიმი. აი ეს ელოდება ძალიან მალე, სულ 2-3 წელია მაქსიმუმ. ამისთვის დარჩენილი, მეტი არა. გაიხარე, მშვიდობა მოგცეთ უფალმა, მე ახლა დროებით კიდევ გავჩერდები აქ და თუ კიდევ ვინმეს ინტერვიუს ჩამოვართევ და ის მაინტერესებს ის პოლიციელები აქ დგანან ის ვინც აგიგზალეს რა მუხლით მე უნდა უნდა ვკითხო რა. მე მილიონჯერ გაუმეორე და ვერ მეუბნება და აბა შენ რატო უნდა დაგიჯერო მეთქი კაცო. მე გეუბნება და შენ რას ქვია პოლიციელი მოდის რის საფუძველზე რომელი კანონის საფუძველზე მიგზალა რომ თოქის გაკიდვა არ შეიძლება. არ შეიძლება მე გეუბნები, რას მეუბნები კაცო, შენ პოლიციელი ხარ თუ ვინა ხარ კაცო, მეცხვარე ხარ, ვერ გავიგე. ვალდებულია გაგვიმარტოს კანონი. ვალდებულია რა თქმა უნდა კაცო. განმიმარტეთ, უმაჩვენებ, ჩამოვხსნინეთ. აღარ შევედით კონფლიქტში, იცით თქვენ გაჭირებით იმაში რომ გვეხმარება, რა თქმა უნდა, გაჭირებით გვეხმარება ხალხი 10 ლარი, 20 ლარი, რაღაც შემოსავლები ვარ და ეხლა ნამდვილად არა გვაქვს კიდევ 5,000 ლარი რომ მაგათ ვუხადოთ. დაგადებენ ჯარიმას არა და გაპატიმრებს მერე სულ როგორც უნდა. ბიზნესის მე ჩემ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, აი ესე პირდაპირ ეთერში ვიდექი, თუ გახსოვთ 2022 წელი იყო. პირდაპირ ეთერში ვიდექი, თან გზას კი არ ვკეტავდი. კლუბი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ის LGBT გარყვნილებს რაღაც უნდა ჩაეტარებინათ ღონისძიება და პოლიციელი მოვიდა და თუ შეიძლება გადაიწიეთო და მე ვკითხე, რატომ უნდა გადავიწიო, აქ რას ვაშავებ მეთქი. მობილური ტელეფონი წამართვეს, დამაპატიმრეს. და 2,000 ლარი დამაჯერებეს პოლიციის არ დამორჩილებაზე და მოსამართლეს რომ უთხარი რომ მეთქი რის გამო მეთქი და აი პოლიციელმა რომ მოგიწოდა მეთქი თხოვნის ფორმაა მეთქი კაცო თუ შეიძლება და კანონიერი ბრძანება არ არის მეთქი და ანუ მე ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი ეს უკანონობა და უსამართლობა და აი რა კიდევ ერთხელ მივალ და ვკითხავ რის საფუძველზე ჩამოგვახსნევინე ერთი წელი ამათ 5,000 ლარს ახდევინე მე ყოველ დღე აი ყოველ დღე აქ გზის დაკეტვაზეც და იქ ცენტრალური აი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო რო აქვს დაკეტილი. ეს რომ მოინდომოს ბიზნესა 5 წუთში დაიშლება და დამთავრდება ყველაფერი. მაგრამ არ უნდა, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური თაღლითობა. ქართული ოცნების მხრიდან რომ იქ არც ერთი პატრიოტი აღარ მივიდეს და მართლაც ერის მნიშვნელოვან პრობლემებზე ვერ ისაუბროს. აი ეს არის. კი ბატონო, აი ხლა ბატონი ვაჟა თუ აქაა, ბატონი დემური, ორივე სიტყვით დემური იყო, გავიდა მგონი. ხო, აი მასაც ვკითხავ და შემდეგ მივალ პოლიციელებთან. კი ბატონო. ხო, აი ბატონ დემურს ვკითხოთ და ის არის მაშინ მიმოწმი ხოლმე როგორ ის რა.
ამოტრიალებულ კამერაზე ხო არა? ის არის გადმოსაწერია პროგრამა და და დათო ვერ დავაჯერე რომ ესე ხო ბატონო დემო გამარჯობა მე პირდაპირ ეთერში უყურე რომ ეს იყიდება საქართველოს გამული იყო თოგზე პოლიციელებმა ჩამოგახსნევინეს ბატონ დავით ვაკიმომ საინტერვიუ და იქნებ თქვენს ორიოდე სიტყვით აი ამასთან დაკავშირებით რა ხო აი ამას აქ დავამაგრებ და აი ამ ფონზე დავდგეთ და ორიოდე სიტყვით აი რასთან დაკავშირებით იმართება ეს საინფორმაციო შეკრება და იმ პოლიციელებმა რის საფუძველზე ჩამოგახსნევინეს ეს ელემენტარულად გამული თოკი და აქვე ვიტყვი რომ მე სანამ აქ მოვიდოდი პირდაპირ ეთერი ჩავთე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან და იქ წარწერები არის გაკეთებული რომ აჯანყდი და რევოლუცია და ასე შემდეგ და პოლიციელებს ვკითხე მეთქი ეს უნდა იყოს თუ არა ეს წარწერები პარლამენტის შენობაზე მეთქი და ვისარგებლებ სიტყვის უფლები და არ გიპასუხებთ ამაზე პასუხს აი ესეთი პასუხი გამცეს და თქვენ ის საფუძველზე ჩამოგახსნევინეს ჩვენ აქ აქედან დავიწყო და შემდეგ იყიდება საქართველოზე ჩვენ აქ გავაკეთეთ საჩვენებელი აქცია რომ ყველა გამგებელმა ნახოს ნაწილი ძალიან მცირე ნაწილი იმ დოკუმენტებისა რაც გაყიდულია საქართველოს ლევანდელი ხელისუფლების მიერ და ნაწილობრივ წინა ხელისუფლების მიერ. რაც შეეხება იმას რომ ჩვენ აქ გაკრული ქონდა ბოძებზე და ძალიან მორიდებით მოვიდა პოლიცია გასაგებია ჩვენ მათთან არაფერი პრეტენზია არ აქვს მათ დავალება მიიღეს და გთხოვეს შემდეგ ხელმძღვანელი მოვიდა მე მგონი ამ რაიონისა და ვითხრა რომ იქნებ ჩამოგვეხსნა და ქვევით დაგვედო ჩვენ შევასრულეთ ეს იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მესმის რომ ისინი არ წვეთენ და არ იღებენ ამ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება აი ეს რის საფუძველზე რომელი მუხლის საფუძველზე არ გვითხრეთ ჩვენ მასთან ჩვენ პოლიციასთან უშიშროებასთან სპეცრასთან საპრეტენზიო არაფერი არ აქვს ჩვენ გვაქვს ამ ხელისუფლებასთან რაც შეეხება პარლამენტის წინ ის ხელისუფლების ნებართვით ხელისუფლების ფინანსური ხელშეწყობით თუ ვინც არის და ასე შემდეგ იმის გამოა იქ თქვეობით რომ არის გაკრული ჩვენ სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერი გთხოვეს და ჩამოვხსენეთ იქ ქვეყნის ანტიკონსტიტუციური რევოლუცია და რევოლუციები და ქვეყნის დამხობაზეა ლაპარაკი მაგრამ მას არავინ არ კიდევს რატომ არ კიდევს ეს არის ხელისუფლების ნებადართული აქცია ჩვენ ხელისუფლების ეშელონებთან არაფერი საქმე არ გვაქვს ძალიან დიდი პრეტენზია გვაქვს ისინი უნამუსოდ ყიდიან ქვეყანას და დღეს გამოსულა პრემიერი და დიდი ბოდიში და დიდი იდიოტური შეფასება გაუკეთებიათ რომ ეს აყვავებს ქვეყანას და ახლა მე გამოვედი აქო ზოგიერთი საპატივცემულო ვითომ ადამიანის დრო თორე სულ არ გავიგდი ისე გავაკეთებდით ამასო რასაც გავაკეთებ იმასაც დაინახავ როგორ გაყიდი ამ ქვეყანას რისი ქვეყნის აღორძინება შეიძლება მიწის გაყიდვით იქ რომ ქალაქი აშენდება იმან ეკონომიკა როგორ უნდა განავითაროს ეკონომიკა არის რეალურ სექტორში როცა მიდის ინვესტიციები როცა პროდუქცია მომსახურება იქნება დიახ ფულს გადაგიხდიან ქვიშა ღორღი რაღაც ჩავი მუშა დაჭირდებათ რაღაც დაჭირდებათ კი მე რა ქალაქი რა პროდუქციას აწარმოებს მით უმეტეს არაბი შეძლებული ხალხის მიერ საცხოვრებელი მით უმეტეს თავათქვეს რომ 30000 მუშახელი იქიდან უნდა შემოიყვანონ მაგრამ 30000 იქნება თუ 100000 ამას როგორ გავაკონტროლებთ ისინი 30 საათს შემოიყვანენ და 320 საათს იმიტომ რომ ეს მისი ტერიტორია ეს მისი ქალაქი იქნება შენ გადაგიხადა 6 მილიონი არაბებს რა უნდა ვედავოთ ჩვენ შენი ქვეყნის ხელისუფლება ყიდის ის არის მყიდველი ის არ მოსულა იარაღით მოვიდა ფულით და გითხრა მომყიდე შენი ქვეყანა და ყიდიან ამ ქვეყანას და ასეთი რამ შეიძლება თუ არა კონსტიტუციურად რომ ნუ კანონმდებლობით ასე ვთქვათ რომ ან პლებისციტი რაღაც მოვითხოვოთ აი ამასთან დაკავშირებით რომ ხალხი გამოკითხვა ჩატარდეს კიდე გეუბნებით ყველა ილუზია ქართველებმა უნდა მოკლან
ამ ხელისუფლებას თხოვო რაიმე გააკეთოს ქვეყნის სასიკეთო, ეს არის სრული უპერსპექტივობა. ამიტომ ვამბობ, ქართველთა დიდი გაერთიანება, იმიტომ არის ხალხის გაერთიანება, საღი ქართველების, რომ ილუზიებიდან უნდა გამოვიდეთ. ძალად იქცევა ქართველები, დაბლოკავენ ამ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, აიძულებენ მათ გააკეთონ ის, რაც ამ ქვეყნის მომავალს და ქართულ ხალხს სჭირდება. ასევე სანამ ძალა არ არის, პლებისციტები, რაღაც გამოკითხვები, ყველაფერი არის ფუჭი, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებისთვის გარდა ძალისა არაფერი ანგარიშგასაწევი არ არის. და იმასთან დაკავშირებით მაგალითად რომ შევიდეს პარლამენტში რომ უცხოელზე აიგზავნოს ქართული მიწა-წყლის, ვინ გააკეთებს? არა, პირველი ეტაპი ხომ ეს პირველი ეტაპი არის ჩვენ მას შემდეგ გაასაიდუმლოს არაბ ხელშეკრულება, როცა ჩვენ მოვითხოვეთ იურისტებმა მოითხოვეს, რომ მოგვეცით საჯარო ინფორმაცია. კონტრაქტი დადებული არაბულ მხარეთან არის საჯარო. არ შეიძლება ის იყოს საიდუმლო. რომ დაემალათ ეს ყველაფერი გაასაიდუმლეს. კი, მაგრამ რაც მისაიდუმლებ, ბედნიერებას მპირდები, რომ ამითი მანახე გამახარე, რომ ბედნიერი ვიქნებ. ხალხს უმალავენ, რომ გული არ გაუსკდეს ბედნიერებისგან. მეტი ვთქვი მე 127 მილიონი კვადრატული მეტრი, ანუ 13,700 ჰექტარი სახელმწიფო მიწები საქართველოს ხელისუფლებას გაყიდული აქვს და დასაიდუმლებული აქვს. საიდან გაიგეო თუ მკითხავენ, როცა ქვეყნის მომავალს ეხება საქმე, ყოველთვის მოიძებნება წესიერი ადამიანი ყველგან, რომელიც მოვა და იტყვის იმას, ვისი გახმიანებაც ამ ხელისუფლებას არ უნდა. მაგრამ არაფერი არის ისეთი რამ, რომელიც არ გაცხადდება. კარგად იცი. გაიხარით, მადლობა. ეხლა ბატონმა დავით ჭაბუკაშვილმა აღნიშნა, რომ 6 საათზე იქნება საინფორმაციო. კი ბატონო, აქ ჩვენ კოქტეილები არა გვაქვს, მოლოტოვის, არა გვაქვს ფირწლები, ჩვენ გვინდა ყველა ღირსეულ და მონდომებულ ქართველს, რომელსაც აწუხებს ეს ყველაფერი, უბრალოდ აზრი გაუზიაროთ და მოვისმინოთ მათი აზრი. გაიხარით, მადლობა. შეძლებს და გვარად აქავარ, მაგრამ მე პირადად მაინტერესებს რის საფუძველზე ჩამოგახსნევინეთ. ვერ ვიქრეთ, მაგრამ კიდე გეუბნებით, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ის ქართველი ბიჭები, რომლებიც პოლიციაში არიან, ამ ქვეყნის შვილები არიან. ჩვენ მათთან არ შევალთ დაპირისპირებაში, მათ ვერ არა, დაპირისპირებას არ ვიძახი, კანონის განმარტებას არ არსებობს ასეთი კანონი. არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ანგარიში გაუწიეთ ამ ბიჭებს, რომ თავისი უხერხულობები არ შექმნოდათ ზემდგომ ორგანოებთან, ჩამოვიღეთ და დავდეთ. ჩვენ ერთმანეთის გამგები ხალხი უნდა ვიყოთ, უნდა გვესმოდეს ისინიც, ისევე როგორც ჩვენც ამ ქვეყნის მესვეურები ვართ და გვინდა რომ ეს ქვეყანა დარჩეს ქართველების საკუთრებაში და არა გაიყიდოს ასე უნამუსოდ თან. როგორ იცით, უნამუსობას ემატება საქართველოს ხელისუფლების უტკიფრობა. გიმტკიცებს იმას, რომ აქ 100,000-ობით არაბი, დიდარი, შეძლებული არაბი ოჯახები თუ დასახლდება, ჩვენ გენეტიკურად ვკვდებით, მიგრაცია არის არანორმალური. 1,430,000 კაციდან მალე ესეც აღარ იქნება აქ. ეს ქვეყანა ვის დარჩება? საიდან იქნება საქართველოს ქართველებისთვის? სამწუხარო რეალობაა. ჩემ ის ეკონომიკა, რომელიც მე ვიცი, ერთად რო შეიკრიბოს მთელი ხელისუფლება და თავისი ექსპერტები, იმის მიასედი არ გამოვა. რას მიმტკიცებ, ეკონომიკის განვითარება, ამ სულელური ხელშეკრულებით ეკონომიკისთვის ეს არის არაფერი. არ ვითარდება ეკონომიკა, ასე ეკონომიკას ფაქტორები ჭირდება და უნდა იცოდე ეს ფაქტორები, ხელშემწყობი პირობები ჭირდება, მთელი ინფრასტრუქტურა ჭირდება, რომ ამ ფაქტორებმა მოგვცან შედეგი. ვისი ინვესტიცია განავითარებს ქვეყანას? არ იცის ყოდახიძე რომელი ეკონომისტია და თან უტიფრად ამბობს, რომ მე ახლა გამოვედი და ვიღაცები დავაფასე, თორე საერთოდ არაფერს არ გეტყოდითო. ისე ავაშენებდი, ანუ ისე გავყიდიდი ამ ქვეყანასო. კი ბატონო, გაყიდე.
ნახოთ, ქვეყანა თუ გაიყიდა და აშენდა კორპუსები და ქართველი აღარ დარჩა, მაშინ იქნება ამ შედეგის ფასია? სხვა შედეგი როგორ იქნება ამიხსენით? 100,000 არაბული ოჯახი მდიდარი კაცი 9 მილიონი უნდა გადაიხადოს და 250 პატარა ფართებს რომ იქ ვიღაც ბილებს და რაღაცებს იახტ კლუბებს და ამას რომ ყიდულობს ის სხვა თანხა და სხვა შეძლების ხალხია. უნდა და არაბმა გითხრა ვისაც ამ შესანიშნავ ქვეყანაში უნდა ცხოვრება ყველა არაბ ჩამოვიყვანთო აქო და ვაცხოვრებთო იმიტომ ვაშენებო ამ ხალხს არ დაუმალია. კი, თავადვე 60% უცხოელებზე გაიყიდება. გაიყიდება ქართველები რამდენი იყიდით ახლა 9 მილიონი სახართ ერთ მითხარ მექთამე ხელისუფლების წევრები თუ იყიდიან იქ მეტი ვინ იყიდით ასე რომ ქართველების დიდი მოტყუების პერიოდი უნდა დასრულდეს ეს შეიძლება დაასრულოს მხოლოდ ჯანსაღმა ქართველებმა თუ მინიმალურად აუცილებელი რაოდენობით არიან გადარჩენილი თუ არ არის მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა გადარჩენილი ჩვენ მალე დავემშვიდობებით ამ ქვეყანას გაიხარით, მადლობა. გაიგრძელების და გვარად აქაა. ერთ სიტყვით ეს იყო ბატონი დემურის კომენტარი, ბატონი დავითის კომენტარი და აი ტელევიზია აქ არ მოვა ახლა რომელი ტელევიზია მოვა? იმედი აქ არ მოვა, რუსთავი აქ არ მოვა და TV პირველი და ფორმულა აქ არ მოვა და ეს არის საერთო საქმე და აი გადავხედოთ კიდევ ერთხელ და გავიწყებ აქედან. ნუ აი სია დიდია. სია დიდია რეესტრიდან ამონაღების და აი ელემენტარულად ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი რა არის. აი ეს თოკზია ეს ყველაფერი იყო ჩამოკიდებული აი აქ. და რატომღაც ჩამოახსნევინეს და აი ესა პირადად მიუღებელი ჩემთვის რა. აი ატყობთ სხვადასხვა ეხლა თუ წაიკითხავთ აქ და ის რატო ვერ ამოატრიალე? მე ჯერ არ გამოვთავ ამას. მოიცა იმას ვიზავ, მოიცადე ერთ სოფლი. მოიცა ერთ სოფლი გამაცადე. მადლობა, თქვენ როგორ ხართ? ბრძოლაში ხო ვერას კითხავ რა ფაქტებს საფიქრო მე რა შემიძლია როგორც რიგითი მოხალხე რომელზე უნდა მყოლდეს აქა აი ამაზე აი ამოატრიალო Facebook-ში ხოლმე ამოატრიალო იგი Facebook-იდან რომ გამოვალ უნდა გამოვალ რომ გამოხარ მე ისევ ამაში ხო და ისევ ამოატრიალო აჰა აბა მომივიდა ახლა გამოვალ აჰა გამოვიდა რა და აი ამას ამოატრიალო აი ამას ამოატრიალო სიგანეს ამაზე კი აი ესა ხო სიგან ხო აი ესე თუ დაიჭე სიგან ხო მოდი აი ხარი როგორ ხდება აი როგორ იქნება და აი ამ პროგრამას რო გამოიწერ ამ პროგრამას ამას უნდა დააწყო აი Facebook-ში შესulis დროს და მე უნდა გამორჩო ისე არა ეს ბოლოს გამორქა უკვე როცა მორჩე ამას დავაწექი ბიჭო და ამის ტელეფონში დათოს ტელეფონში პირიქით იყო ტრიალდებოდა და ამას აკეთებდი არა ამას აი ეს რუბინო გააჩნია სადღაც რა მომენტ შეიძლება ეს ეს სიგანეზე ჯობდეს მომენტში სიმაღლე სიგანეზე ჯობია ყოველთვის უმრავლესილად სიგანეზე ჯობია აბარა 4 კაცისგან რო იღებ ინტერვიუს ხო ისევე ერთად რა სტუდიაში კი ხო აი მე თვითონ მოხდი დაცო ერთი კვირა აი მე დიგლას აი
ეს გათოს გაუხსნე მე გათოს ვიცოდეს რა პრობლემაა გამიშალება უმეცი ეს დავამაგროთ არ არის საჭირო მე ჩემი აი აქეთ ფონზე დავდგეთ აი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კი ატყობთ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ იქით არის აქცია და იმ აქციაზე აწერია აჯანყდი და რევოლუცია და აქეთ კიდე ელემენტარულად აი ეს გაყიდული საქართველოს და ეს რეესტრიდან ამონაწერები და ფოტოები რატომღაც ჩამოახსნევინა პოლიციამ და აი აქ დგევარ და აი რიგითი ადამიანები ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენსაც და აი დღევანდელ დღესთან და დაკავშირებით ანუ ქართული მიწა-წყლის გასხვისება ეს სამშობლოს პატრიოტიზმია, ღალატია, ჩვენი წინაპარი მოგვიწონებდა ამას თუ ჩვენი წინაპრისთვის ზურგში დანის ჩარტყმა. ანუ რისთვისაც იბრძოდა რა. მე მგონი აი თქვენ თვითონ თქვით უკვე და ამაზე კითხვის მე მგონი დასმა და კითხვის ნიშანი სირცხვილია, იმიტომ რომ რაც აი ამ ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ და ვიხილეთ, განსაკუთრებით უნდა გითხრათ ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისიდან, აი ეს ჩართვების, მოწოდებები, მიმართვები გნებავთ გუშინ გავიდა აგერ ბატონი ვაჟა ოთარაშვილის და არაერთი მამულიშვილის, რომელსაც მართლა გული შესტკივა და რომელიც აი ხმალა მოღებული იბრძვის თუ შეიძლება ითქვას. ეს იმდენად აღმაშფოთებელია და იმდენად აი დაუჯერებლობაში გადადის. იცით მე გუშინ რაც ეს ვიხილე ბატონი ვაჟას მიმართვაში აი ეს ფოტოები რომ კიდევ ერთხელ მოვედი დღეს და დაურწმუნდი ეჭვი არც მეპარებოდა, მაგრამ იმდენად შოკის მომგვრელია ეს ყველაფერი, როგორ გაყიდეს გოჯა ქართული მიწა, კიდევ ამბობ დაუჯერებლობაში გადადის. იცით უსმენ და ხანდახან ვერ იჯერებ, მაგრამ იმ მთავრობისგან და ხელისუფლებისგან, რომელიც ადამიანთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ყიდის პირდაპირ თქვი და გენოციდში მონაწილეობს, მე ეს ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც არ ადარდებს მომავალი თაობების ბედი, სიცოცხლე, რომელიც თავის საზოგადოებას საექსპერიმენტო პოლიგონად და ბოცრებად იყენებს, რა თქმა უნდა, საკუთარ მიწა-წყალს ასევე უმოწყალოდ გაყიდი და გაუჯერებელი მართლა უკვე არაფერი აღარ არის. ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეს, მე ასე ვთვლი, როგორც ამ ქვეყნის ერთი ლიგითი მოქალაქე, ხუთზე კაცი უნდა გამოვიდეს ამ თავისი სამშობლოს და მიწა-წყლის დასაცავად. ელემენტარულად ამას აი ახსნა არც აქვს. თავად მთავრობა, პარლამენტარები, ინსტიტუციური პარლამენტარი უნდა ხდებოდეს, რომ მომავალში ეს ხო მომავალზეა გათვლილი და არა და ერთ-ერთზე, ხო? შვილებზე წერანაც აღნიშნე, რომ პარლამენტში შეიძლება უცხო ტომელი მოხვდეს და მან საერთოდ არ მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც საქართველოს აღდგება. მოსმინეთ, გადაახვიეთ, აგერ სოციალური ქსელით ვრცელდება, აგერ გუშინ სანდრო უსტიაშვილი ძალიან ცნობილი ასევე ჟურნალისტის, ქართველი ვაჟკაცის ძალიან საინტერესო მიმართვა ჩაიწერა და გავრცელდა სოცქსელი და არაერთი ადამიანი, ვისაც გული შესტკივა, გამოდის და ღიად აცხადებს იმ პროტესტს და მე მგონი დროა, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გავიღვიძოთ, გამოვხიზლდეთ, გამოვიდეთ საკუთარი მიწა-წყლის დასაცავად. აი მობძანდით დღეს და აქ იხილეთ ის გამოფენილი სურათები, ის ასე ვთქვათ რეესტრებიდან ამონაწერები, რომელიც არის შოკის მომგვრელი და დაუჯერებელი, რომ აი ეს ასეთი ტერიტორიები გასხვისებულია და ალბათ ცოტა ხანში მართლა მთელი საქართველო იქნება უცხოელების ხელში და ჩვენი არაფერი აღარ იქნება. ასე რომ გაიღვიძოს უნდა ერმა, გაიღვიძოს და ხუთზე კაცი დადგეს სამშობლოს დასაცავად. ასეთი, ანუ გასაგებია უნდა გავიღვიძოთ, მაგრამ აი საფეხურები როგორ არის, აი როგორ უნდა მივყვეთ. პარლამენტი არის საკანონმდებლო ორგანო და პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა კანონი, რომ უცხოელზე აიგზავნოს ქართული, აუცილებლად, რა თქმა უნდა. ქონების გაყიდვა გასხვისება. იცით, ნუ ხატავენ ისე, რომ თითქოს ეს სტუმართმოყვარე ქვეყანა ვიღაცას ებრძვის, რაღაცა ფობიები აქვს გარკვეული ერების მიმართ. არა, ყველა შეიძლება ჩამოვიდეს, მიიღოს აქ ასე ვთქვათ ის განათლება იქნება და ათვალიეროს ტურისტის ამპლუაში, მაგრამ ის რომ მიწის შეძენის და აქ ასე მარტივად ყველაფრის რეალიზების, ყველა პროექტის რეალიზების უფლება ქონდეს, ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება და ეს არ უნდა იქნას დაშვებული ჩვენს ქვეყანაშიც და ელემენტარულად ბოდიში შეგაწყვეტინე, კანონში გვიწერია ჩვენ რომ უცხოელი თუ იყიდის ნებისმიერ კორპუსში ბინას $100,000 მას ბინადრობის ნებართვა ეკუთვნის და მე რომ დავრეკე იუსტიციაში და იცით რამე დღეს მეთქი რამდენი ხნით ეკუთვნის მეთქეს და ერთი წრითო და შემდეგ თუ მოვა და გააგრძელებსო კიდევ გაუგრძელებაო და ანუ
60-ს რჩება რა 100,000 დოლარად. საქართველოდან წასული მოქალაქეები გნებათ ქართველი და გნებათ სხვა ეროვნების არა აქვს მნიშვნელობა, რომელთა მამა-პაპა აქ არის დაკრძალული, რომლებსაც აქ აქვთ ასე ვთქვათ განათლება მიღებული, მაგრამ ალბედით პერიოდში 90-იან წლებში რაღაც მიზეზების გამო როცა დატოვეს და წავიდნენ თავიანთი ქვეყანა, იმათ მოქალაქეობას არ აძლევენ და გამოცდას აბარებინებენ და ურცხვად კიდე მიუხედავად ყველაფრისა არ აძლევენ მოქალაქეობას და არ აძლევენ უფლებას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების. აი ამ ფონზე, როცა შენს მოსისხლე ისტორიულად მტერს მიყიდი მიწას, მე მგონი მოღალატე და მტერი ხარ ქვეყნის და რა მტრებით და მოღალატებით არის სავსე, ეს ძალიან კარგად ასახა გუშინ თავის მიმართვაში ვაჟა ოთარაშვილმა და კიდევ ერთხელ გადაახვიეთ, მოусმინეთ და თუ ვიღაცას ეჭვიეპარება, გამოგზავნდეს იხილოს დღეს აქ გამოფენილი ეს გამოფენა, რომელიც არის გულის დამწველი. აი გულით ტკივა ამას ყველაფერს რო ხედავ და დაზაფრულია მოქალაქე თუ ვინმე გადის. გაიხარეთ, ჩვიდობა მოგცეთ უფალმა, იმედია ერი გამოფხიზდება და ეს არის ზეპარტიული თემა. და ამ საკითხში მაინც გაერთიანდება რა. ახლა მე რასაც ვაკეთებ, ხელისუფლებას თითქოს იმ ოპოზიციისკენ იშერს ხელს, რომ აი ესენი ითხოვენ, მე მაგალითად არც ერთი პარტიის წევრი ვარ და პირადად მე მიმაჩნია სამშობლოს ღალატად ქართული მიწათმოქმედის გასხვისება. რა თქმა უნდა, ეს ზეპარტიული საქმეა და იცით ყველა პარტია, ყველა გარვიცი ორგანიზაცია და ჯგუფება, მოძრაობა უნდა გაერთიანდეს აი ამ ერთი იდეის წინააღმდეგ და ერთად გვერდით ერთმანეთის გვერდით დადგეს სამშობლოს გადასარჩენად. გაიხარეთ, ჩვიდობა მოგცეთ უფალმა. მადლობა. ხოლმე ვერ სიტყვით აი მოვისმინეთ ადამიანების, რიგითი ადამიანებიც ბევრნი არიან, ბევრნი როგორ ეხლა იკრიბება თანდათან და როგორც დაანონსდა 6 საათზე იქნება საინფორმაციო მიტინგი, შეკრება და აი ეს ყველაფერი გაცნობილი იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, რა ვიცი, უკეთესი იქნება რომ პარლამენტში შევიდეს ინიციატივით პარლამენტში შევიდეს ხელმოწერები და პარლამენტმა განიხილოს ეს და თუ არ განიხილავს, ანუ ქართული მიწათმოქმედის გასხვისება უცხოელზე არ უნდა ხდებოდეს რა. ეს არის ელემენტარული. და თუ ამაზე არ წავა პარლამენტარი და თითოეული დეპუტატს უნდა მივაკითხოთ, კაცო. განაქვების როლით და მოლოტოვის კოქტეილის როლით ელემენტარული შეკითხვით. უნდა მივაკითხოთ საკუთარ კაბინეტში და უნდა აგვიცნას მან. ანუ საქართველოს მიწათმოქმედის გასხვისებით საქართველოს მომავალს სიკეთე ეკნება? თუ პირიქით ეს ელემენტარულია შეკითხვა და ამ შეკითხვას პარლამენტარმა პასუხი უნდა გასცეს და პარლამენტარი კიდე ვინმეზე უფროსი და ბატონი კი არა, ისა ერისმსახური გარკვეული ვადით, გარკვეული ჯამაგირის ფასად. ეს უნდა გაითავისოს მანაც და ეს უნდა გაითავისოთ ჩვენც და ზოგიერთს გონია რომ აი პარლამენტარი მოდის და ჩვენი უფროსი მოდის. ჩვენი უფროსი კი არ მოდის, ის არის ჩვენი მსახური, გარკვეული ვადით 4 წელი და ხელფას იღებს ამაში. ეს არის როგორც რა ვიცი, ერთი მოვატოთ, ერთი რომ მორის ტოლია და ამის ახსნა არც უნდა იყოს საჭირო რა. და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, აი ეს ძაბზე გაბმული იყო ჩამოკიდებული აი აქ. აი აქედან იქით, თოქზე იყო, ძაბზეა გაბმული. და მოვიდა პატრული და საპატრულო ეკიპაჟი იყო თუ სამმართველო იყო, ჩამოახსნევინეს ეს და აქ უნდა დადოთო ესო და რა ვიცი, აი ეს მიმაჩნია პირადად მე კანონ დამცველი რომ კანონს დაარღვევს რა. მაშინ უნდა განემართოს ამა და ამ მუხლით, თქვენ უფლება არ გაქვთ აი ეს გააკეთოთ. არ განუმარტეს და ჩამოახსნევინეს და ეს რა ვიცი, როგორი სამართალ დამცავობაა ეს არ ვიცი რა, პირადად მე.
შეიძლება ხელისუფლება და მოდი ჩაუდგას როდის ხოვენთასობს გახარიას მოდინდელ ამბავს ეხლა მოდი ჩაუდეთ ეხლა პანდემიაზე ეს საქმე დამთავრდეს გამყელუძის და იმნადის დაკავებაზე ჩაუდეთ სათავეს მე როგორც ვიცით ერთს მოვაწერე მე რას ვუძახით აი შევიდეს პარლამენტში რომ საქართველოში უცხოელზე აიგზავნოს მითაც ნუ უზრუნველყოფის გასცემი გადონო იმედა საედება ბიჭებს
ცოტა თუ გინდა ყურებ შენს ლაივებს. ხო. ამდეხა. აი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით კიდევ და იმ ქართულ მიწაწყლის გასხვისებასთან დაკავშირებით ორივე სიტყვით ბატონი დავითიც თავის აზრს მოგვახსენებს. ანუ ქართული მიწაწყლის გასხვისებასთან დაკავშირებით და ჩვენი წინაპრების განატოვარი და ანდერძის სისხლით მოპოვებული მიწაწყლის გასხვისება იყო თუ შენარჩუნება და ხელის გულზე გატარება და შთამომავლობისთვის გადაცემა და აი ამასთან დაკავშირებით ორივე სიტყვით კი გეტყვით ძალიან მძიმე მდგომარეობა ქართველი ერი ფაქტიურად მკვდარია რომელიც გადაწყვეტის უნარი არ გააჩნია რომ დავიცვათ ჩვენი მიწაწყალი ფაქტიურად ამოძირკულია ქართველი ერმა თუ ვერ გააცვიცნობიერა რომ ის არის ქართველი და ის არის ჩვენი მიწაწყლის მემკვიდრე ჩვენ ვერაფერს ვერ შევაჩერებთ მით უმეტეს იმ ფონზე რომ სისტემას ერი დაყოფილი ყავს მამრავლებად არტიულ ნაწილებად ამიტომ ერმა უნდა დაირაზმოს ერთი სირთხვით ირგვლივ ქართველებო ჩვენ ვართ ჩვენი მიწაწყლის პატრონი ეს თუ ვერ შეიგნო ცალკ-ცალკე ვერაფერსაც ვერ გავხდებით და ფაქტიურად გოგა ხაინდრავამ რომ გვითხრა თუ ვინ გეკითხებიან თქვენ ჩვენ რას გადავწყვიტავთ რა განკარგულებებს როგორ მოვიმექმედებ ფაქტიურად ეს მიგვანიშნა რომ ჩვენ არა ვართ ჩვენი მიწაწყლის პატრონები და იმითიც იამაყა რომ საფრანგეთში ის თურმე პარიზში ცენტრალური უბანი ფრანგების აღარ არის და რა პრობლემაა ხო აი ზუსტად რა პრობლემაა მაგრამ პრობლემა იმაში არის რომ პირველ რიგში ღმერთების ამოძირკვა უნდათ ჩვენ ერში რომ ერი მართლმადიდებელი ერი ამ წუთად თელ სოფლიოში თუ კიდე მართლმადიდებლობა შენარჩუნებული არის ეს არის საქართველო და ზუსტადაც რომ აი ამ ფესვი თუ ამოგვაგლიჯეს ეს წმენა თუ ჩაგვიკლეს ქართველებს სოფლიოს ბატონ პატრონები იქნებიან სატანისტები ამიტომ გჭირდება ვისაც ღმერთის წამს და ვინ თავის თავს მართლმადიდებელს ეძახის უნდა ილოცოს და უნდა იბრძოლოს იმისთვის რომ ერმა გამთლიანდეთ ერად ჩამოუყალიბდეთ აი ესაა ჩემი ამ წლების ბრძოლისა და ამ პრინციპით ამ იდეით და ამ შეგნებით მოვდივარ და ეს უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე და ელემენტარულია 2025 წელს 21 საუკუნეში რომ იმაზე გვიწევს საუბარი რომ მამული ენა სარწმუნოება შევინარჩუნო და გადავწყვეტ შთამომავლობასო უცხოტომელზე არ გაიყიდოს ქართული მიწაწყალიო ეს რა ვიცი აი სადღაც აბსურდისკენ მივდივართ რა ეს როგორ უნდა მოსვოდა პარლამენტს კანონმდებელს რომ ჩაეწერა კანონში ის რომ უცხოელს შეძლებოდა საქართველოში უძრავი ქონების შეძენის უფლება იმ ქონების რომელიც თითოეულ შეთაგანის კი არა ესა მომავლის და ამ მომავალს დაუტოვა წინაპარმა ჩვენმა
ანუ წინაპრებისას ყიდიან ისინი და მომავლისას ყიდიან. კი. ხო, ეს საკითხი ჩვენ თავიდანვე ნელა-ნელა შემოგვაპარეს. უცოდინარმა პოლიტიკოსებმა მეჯერ ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ არ მინდა ყველას გამყიდველი უწოდო, მაგრამ როდესაც გაითხვლიფენ სისტემაში, თავის და უნებურად იგივე ერის გამყიდველებიც არიან, მიწის გამყიდველები და ღმერთის გამყიდველები. ჩვენ რაც არ უნდა შევფუთოთ ლამაზად, ეს ფაქტი ჯიუტია. კანონში მიწერია, რომ უცხოელს უფლება აქვს შეიძინოს საქართველოში მიწა-წყალი. თავისუფლად. სულ ყველა შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის გარდა. და აქვე დავაზუსტოთ, რომ ჩვენი წინაპარი მხოლოდ არასასოფლო სამეურნეო მიწებს კი არ იცავდა სისხლით. სასოფლო სამეურნეოსაც იცავდა და არასასოფლო სამეურნეოსაც ის არასხოვებია და ახლა ამათ განასხვავებს, რომ თურმე სასოფლო სამეურნეოს შეძენის უფლება არ აქვს უცხოელს და აი არასასოფლო სამეურნეოს შეიძინოს რა პრობლემაა. აი მანდაც ცოტა განსხვავება მინდა შევიტანოთ ძალიან დიდ ეშმაკობას მიმართა სისტემამ, რომელიც ეხლა დღეს გეუბნება, რომ იცით რა, ჩვენ არ ვყიდით მოსახლეობა ყიდისო, მაგრამ შეგნებულად გადაყავთ მიწები თითეული მოქალაქეების, ქართველების სიტყვაზე, სახელზე და შემდეგ იქიდან ადვილად უფორმებენ უკვე უცხოელებს. ფაქტიურად უკვე ისევ ქართველებს აიძულებენ, რომ გახდნენ გამყიდველები. თუ კანონი არ დაუდასტურებს იმას, მაშინ კანონი დაუდასტურებს. დღეს კანონი udasturებს. არ იმაშობა, არ უკრძალავს კერძო საკუთრების დაყიდვას უცხოელებს. და გაფორმებას უცხოელებს. გაფორმებას არ უკრძალავს. და მე აღმოვაჩინებ, ფოთაშორის ახლა ბარცხანაში ვიყავი, მე და შალვა მაღრაძე იქ ჩავწერე ვიდეო ლაივი, მაგრამ ძალიან ცუდი სიტყვებით გამომივიდა და ვერ დავდე, იმიტომ რომ მეც ჩემი თავმოყვარეობა გამაჩნია ახლა. კი, ხანდახან ერთო სიტყვას უზდელურად რაღაცა ვიტყვი და კიდე ჯანდაბას მეთქი, მაგრამ იქ თავი ვერ შევიკავე და ძალიან ისეთი ვიდეო გამომივიდა. და როგორ ხდება უყურე? ბარცხანაში თითქოს ქართული ფირმები აშენებენ, მაგრამ ჩვენ რომ მივედით და გავარკვიეთ, ქართულთან არაფერი კავშირი არ აქვს. თურქები არიან სულ და თურქი დარაჯიც რო თურქი არის. წარმოიდგინე, ერთი თანამშრომელიც არ არის ქართველი, რომ რაღაცას აკეთებენ. შეფუთული აქვს თითქოს ქართველის სახელზე, მაგრამ აკეთებენ სხვები. სხვისი არის. ჩვენი აღარაფერი აღარ არის. ხო და ელემენტარულად სამშობლოს გაყიდვა მეტი რა არის. თუ არა ის მისცემებართო რომ საქართველოში უძრავი ქონება დაირეგისტრიროს. აი მეტი რა არის სამშობლოს გაყიდვა. კი, ეხლა წინა დღეს კიდე გავარკვიეთ, რომ რესშიც რაღაცა ცვლილებები მიდის. ეს კიდე ახალი გამოწვევა არის ჩვენი ხალხის მიმართ. მიხვალთ, რომ ნახავთ, რომ თურმე ის მიწა, რომელსაც შემფლობ, თურმე კოდები შეცვლილია და შესახელის აღარ არის შესახელზე და მე მოვლიან დრომოვა მაგის. აი ესე უახლოეს ხანში, რომ ჩამოგართმევენ ქონებებსაც. რაც რო კიდე თქვენ სახელზეც რო არის. ფაქტიურად ნელა თითო როლა იქნება თუ 5 იქნება ერთხეზე, ხო? იძირკვება ერი. ფესვები იძირკვება, ფესვიდან სურთ ამოღება. აი ჩვენ ვართ ადამიანები, როგორც ხე. არის ფოთოლი, ეს ფოთოლი დაუშვათ არის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოცილდებიან, წავლიან ისევ მათ ქვეყანაში, არის ტოტები, რომელიც 100 წელია, 200 წელია ჩვენ ერთად ცხოვრობენ, სხვა ერებზე მაქვს ხედველობაში, მაგრამ ფეხს რო დააბიჭებ, ტოტი ჩამოტყდება, ხო? ასეა, მაგრამ ჩვენი ქართველობა ფესვი არის, ხის. და აი სოფლები რომ ინგრევა, ანგრევენ, ძირკვავენ შეგნებულად, ზუსტად ფესვის ამოღება მიმდინარეობს. თბილისი, ბათუმი და დიდი ქალაქები თავკომბალაში მოაქციეთ და იქ ადვილია მათი დამონება, გადაქცევა, არაქართველება. ფესვების ამოღება მიდის ქლიანად. რაც თუ შეიძლება და მე ხშირად ვამბობ, სატანას უნდა გამეფება ჩვენთან, მაგრამ ივანიშვილმა უთხრა სატანას, რომ მე უფრო მეტად შევძლებ ქართველი ერის ამოშლეტას, ვიდრე თქვენო და დაისაკუთრა იმის ადგილი. ეგ ასეა. და კიდევაც ასრულებს. ფაქტია, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება, ყველაფერზე პასუხისმგებელია თითოეული პარლამენტარი, რომელსაც ძალუძს შეცვალოს კანონი. ან ჩვენი თქმა არც უნდა სჭირდებოდეს რიგითი ადამიანების. თავად ერთ-ერთი ვიღაც უნდა გამოჩენილიყო
ეროვნული იდეოლოგიის მქონე ადამიანი ამ პარლამენტში თავად უნდა შეეტანა ის კანონი, რომ აკრძალულიყო უცხოელებისთვის ქართული მიწა-წყლის გასხვისება. მაგრამ რატომღაც არ აკრძალოს. არ აქვს უფლება. არანაირი პარლამენტსაც უკვე ჩამორთმეული აქვს ის უფლება. არაფერს არ წყვეტენ, ვერ გადაწყვიტავენ. ვერავითარ ეროვნულ კანონს ვერ შეიტანებენ განსახილველად. იქაც უკვე აკრძალული აქვს რაიმე კანონის შეტანა, რომ განიხილო. თორე დიდი სიამოვნებით იქ ძალიან ბევრია დალაგებული კანცელარიაში, რომ შეტანილი არის განსახილველად. მაგრამ უფლება არ აქვს, ვერ შეიტანებენ. ისიც დამონებული არიან. ისიც შეპყრობილი ხავთ, ხდები? და თქვენი საზრით გამოსავალი რაშია, რომ თუნდაც ის პარლამენტარები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი ბატონ ბიძინაზია საუბარი, რომ მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ ეს არის საქართველოში მიწა-წყლის გასხვისება არის სამშობლოს ღალატი. თავად რო აღიარონ რა გამოსავალი არის ერთადერთი. ღმერთის გზით, ღმერთის შვილები ვართ, ქართველი ერი ვართ, გადავიქცეთ ყველა თითეული ქართველი ერად, რომ შენ ხარ ქართველი და კონსტიტუციურად უნდა გეწეროს, რომ შენ ხარ ამ მიწა-წყლის მემკვიდრე და არა მოქალაქე, არა ვიღაცა გადამთიელი. არა ხარ შენ გადამთიელი ქართველო, შენ მემკვიდრე ხარ, შენი მამა, პაპის, პაპების გამნაგძველი ცხოვრების მოგვიტანეს მიწა, ლანგარზე გვაქვს ეს ჩვენი მიწა და ჩვენ არის ისხრი და ხორცი. ოქროებზე, ნავთობებზე ვამახვილებ და მარგანეცი გვაქვს. მარგანეცი კი არა, შეუფასებელი მიწა გვაქვს, შეუფასებელი მიწა გვაქვს. სიმდიდრე, ყველაზე დიდი სიმდიდრე, ყველაზე მეტი, აი რაც თუ არის ეს ჩვენი მიწა არის. არ გვინდა არც ის ნავთობი გვინდა, არც ის გაზი გვინდა, არც ის მარგანეცი, ოქრო. შეიძლება არც არავინ არ წაიღოს ჩვენიდან, მაგრამ მიწა ხომ ჩვენია, ჩვენი გადარჩენელია. დედა, მიწა, დედა. და დომინანტი უნდა იყოს ქართველი ერი, რა თქმა უნდა. თავისთავად. სამშობლოში. ეს პრინციპი არის ჩემი, ეს მიზანი არის ჩვენი ერთი ქართველთა გაერთიანების და საერთოდ ქართველების ერთიანობა. ამ ფუნდამენტურ ასში უნდა მოხდეს. ეს არის ზეპარტიული. მე წინააღმდეგი არა ვარ, არც არაბების, არც თურქების, სტუმარი ღვთისა, მოვიდეს, მივიღებთ კაცურად, ადამიანურად, ღვთიურად, მიბრძანდნენ და ჩვენი რაც თუ წესები გვაქვს, მათში გაავრცელო, კაცო. თავარია ჩვენ მოვიდეთ ღვთისმსახურებაში, ჩვენ თვითონ. როდესაც ამბობ ქრისტიანი ვარ, მოდი დადექი, ქრისტეს გზაზე დადექი, ან ნუ მეუბნები, რომ ხარ ქრისტიანი, ნუ მათხოვებ მაშინ. თუ ხარ, იქ ქრისტიანე უნდა. თუ ხარ მართლმადიდებელი, ნუ მათხოვებ. იყავი მართლმადიდებელი, იყავი. რა ვიცი, წესით რასაც უყურებთ, მამული ენას არწმუნოება, ყველას პირზე აკერია, მაგრამ ქმედებით ეს ქმედება რაღაც მათგან არ არის. მით უმეტეს კი ბატონო, არა, მე მაქვს იმედი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე მაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ზუსტად ეს მოგვივლინა, ეს უბედურება, ყველამ უნდა მიხვდეს ეხლა, რომ მომავალი, აი ეს რო გაგრძელდება, მომავალი არ გვექნება ეს. ამას აუცილებლად მიხვდება, სულ ყველა მიხვდება, ის კოციც მიხვდება, ის აკაცფი ნაციც მიხვდება, ყველა მიხვდება, რომ შენ ხარ ქართველი. შენ არ ხარ ევროპელი, შენ არ ხარ რუსი, შენ არ ხარ ჩინელი, არ ხარ არაბი, ქართველი ხარ. მორჩა დამთავრდა, ამის იქეთ მე არ ვარ კონსერვატორი, არ ლიბერალი, ან ვიღაცა, ქართველი ვარ, ქართველი. მორჩა, იმის იქეთ სიტყვა აღარ დაარსებობდეს. გაიხარე, მშვიდობა მოგცეს უფალმა, იმედია ერი გამოფხიზდება და თითოეულ მაგზზე ერი არის ფხიზელი, ოღონდ ეს უნდა სწორად აღქმა. სწორად აღქმა. და ეს პარტიები რო არიან, ხო, სწორად ვერ გამოხატავენ ქართველი ერის ნებას და ქართველ ერს ნება არის. სურვილია, ხალხის სურვილია ერთიანობა. ეს პარტიები ყოფენ. უბრალოდ და ეგაა. თორე თქვენ კაცო, მოდი ერთად ამაზე
კარგი სიტყვა რა არის? თქვან, რა პრობლემა არის? მაგრამ აი მე იმასთან ვერ დავდგები, მე ამასთან ვერ დავდგები, მე ის არ მაინტერესებს, მაგრამ აი ვეხტებია რომ ერთ ჭრილში სამშობლო ხო ეს გაინტერესებს. არის ზეპარტიული საკითხი. ხო და სამშობლოს გულობიზა როგორ ვერ უნდა დადგე ერთმანეთთან, ერთი მეორესთან. სამშობლო. აი ეგა, ეს შეგნება არ აქვს იმ პარტიულებს. იმედია, რა ვიცი, გავერთიანდებით და ჩემი საკითხიც ესაა. სადაც გაუმარჯოს ქართველებს. სადაც თითოეული გაჟღერდება აი ეს სამშობლოს გაყიდვასთან და მიწაწმის გაყიდვასთან დაკავშირებით, შეძლებს დაგვარად იქ იქნებინდე. დღეს ზეგას და რა ვიცი, იმედია ყველა მოიფიქრებს და მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს არის ზეპარტიული თემა. ეს საკითხი უნდა გადაწყვეტს და შემდეგ კიდე დანარჩენი პარტიებმა მიხედონ ბატონს. შემდეგ ყველას მისი გზა. მე არავის არ ვეომები, კაცო. პრო-ევროპეს მისი გზა აიღოს, ოღონდ ქართულიდან გამომდინარე. პრო-რუსი რო არის, არც იმას ვეომები მე. გინდას არაბთან რო აქვს ურთიერთობა, ოღონდ შენ ქართულს ნუ დაივიწყებ, კაცო. თორე მე ურთიერთობა მე და ჩვენ არავის არ ვუკსალავ, კაცო. ეს ურთიერთობა გჭირდება. რაც მე ვისწავლით და მე გავცემთ, უკეთესია, კაცო. ოღონდ ჩვენი უნდა ჩამოვაყალიბოთ, ხო? მე სწავლა-განათლების სისტემა ევროპული რატომ ჭირდება, რომ მე შეიძლება იმათზე უკეთესი სწავლა-განათლების სისტემა ჩამოვაყალიბო? ხომ და დავждეთ, ვიმშელოთ, რომ გჭირდება შეცვლა. ხო თანხმდებით, რომ გჭირდება სწავლა-განათლების შეცვლა. ხო ყველას გსურს, რა დღეშია ჩვენი, რატომ მე ევროპული უნდა ვისწავლო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უკეთესი გავაკეთოთ. ავიღოთ კომუნისტურიდან, ავიღოთ ევროპულიდან, ავიღოთ ჩინურიდან. ჩინური სწავლა-განათლება უფრო უკეთესია ვიდრე ევროპული. იქ მაინც ბავშვებს შრომის ფას ასწავლიან. მშობლის ფას მაინც ასწავლიან. ღირსება მაინც აქვთ იმათ. იმიდან ავიღოთ სიტყვაზე. საუკეთესო გადმოვიტანოთ და თუ საუკეთესოები რა, კომუნისტური და რა ცუდი იყო, მაგრამ რა ცუდი იყო, მოვიცილოთ. ევროპულიდან ავიღოთ, კარგი, შევკნათ ჩვენი. აი ესაა ჩემი მიზანი. გინდა სოფლის მეურნეობაში მე რატო უნდა დამეხმაროთ ვიღაცა, როდესაც შემიძლია რაღაცის გაკეთება. ახლა საქონლის მოწველა და წყევსაობა ევროპელმა უნდა მასწავლოს, ან რუსმა? ან სიტყვაზე ახლა თამბაქოს ქარხნის აშენება და თამბაქო ევროპიდან ან რაღაცაიდან უნდა შემომქონდეს, როდესაც ჩემი გამაჩნია ერთი თამბაქოს ფაბრიკა, რომელიც 3 რაიონს გადაარჩენს დაცლისგან. აჭარაში ქედა შვახევი ხელვაჩაურის რაიონს 3-ს გადაარჩენს, მაგრამ არსურთ სისტემა სურს გაანადგუროს ყველაფერი და დააბეჭავოს ერი. იმედია ერთიანობა იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით. კი იმედია იქნება, იმედი მაქვს. გაიხარე. აბა, გაიხარე. გაიხარე. მშვიდობა მოგცეს უხალოდ. ერთ სიტყვით ესაა ჩვენი სათქმელი. ეს არის ზეპარტიული თემა, ზეპარტიული საკითხი და ქართველი ერი თუ არ დადგა წინაპრისგან საკუთარი სისხლით დანატოვარ მამული სენის სარწმუნოების დაცვის სადარაჯოზე, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს თუნდაც წეგან ნახსენებ მრავალსართულიან შენობებს, ხო? არავითარი. ეს ალგე პრობლემაა კიდე დასაცობებული თბილისი და დაბეტონებული თბილისი არ საჭიროებს საქართველოში დედაქალაქში აი ასეთი მობილიზაცია, ასე ვთქვათ, ადამიანების. იმედია ესეც გამოსწორდება. ეს უკვე თბილისის მერმა უნდა მიხედოს ამას. გამოვადრო ყველა ფერზე პასუხს აგებს თითოეული საკუთარ გადაწყვეტილებაზე რა. ესაა ჩემი საფრთხე.
სათიკას ოცა ბევრი მაშინ გადაგვიღე და რაღაცა. ხო და მე მიგო ეს რამდენი მიყურე.
აკუმულატორი ყოფილი. არ ვიცი ახლა არის 60%. HD-ა, ხო? არ ვიცი, ხო, კი მგონი, კი. აი მივიდია ერთი. ერთ სიტყვით, აი ახლა რა მაინტერესებს იცით? შემოვატრიალებ კამერას, გონა რო არაჩვენეს. გაყიდული საქართველო, ხო? და ეს რეესტრით ამოღებული უცხოელებზე გასხვისებული ეს მიწაწყალი, ქართული მიწაწყალი, ხო და. აი ახლა მივალდა მე უბრალოდ მაინტერესებს ეს გაკრული ქონდათ კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს არის ძაბზე, თოკზე. აი უყურეთ. აი ეს არის თოკი. და თოკზე გაკრული იყო ბოძიდან ბოძზე რა, ასე ვთქვათ. მაგრამ რატომღაც ჩამოახსნევინა პოლიცია მივიდა და ჩამოახსნევინეს და რის საფუძველზე ჩამოახსნევინეს, აი ეს მაინტერესებს მე ახლა ამ პოლიციელებისგან რომ რის საფუძველზე ჩამოახსნევინეს რა. ანუ რას აშავებდნენ ეს ადამიანები იმაზე მეც რაც ხდება პარლამენტთან. ანუ პარლამენტთან სადაც წერია რომ ესე იგი რევოლუცია აჯანყდი და ესეთი წარწერებია რა და კიდე ელემენტარულად ქართული მიწაწყალი არ გაიყიდოსო და ერთი ბოძიდან მეორე ბოძზე გაბმული იყო თოკი და რეესტრიდან ამოღებული საბუთები რა და პოლიციელები რა ვიცი მისულან და თურმე არ შეიძლება იმის გაბმაო რა ქვია იმის გაბმა თოკის გაბმა და აი ვკითხოთ რა აი მოიწოდე კიდევ ერთი შეკითხვა შეიძლება წერან მკითხეთ და ეხლა ვიყავი იქით გასული აქცია რომ საქართველოს მიწაწყალი არ გაიყიდოსო და თოკი ქონიათ გაბმული ერთი ბოძიდან მეორე ბოძზე და თოკზე დოკუმენტები ანუ საბუთები ამოღებული რეესტრიდან რომ საქართველოში უძრავი ქონება უცხოელებზე დარეგისტრირებული და არც პოლიციელები იყვნენ მოსული და ჩამოგვახსნევინესო და რომელი კანონის საფუძველზე ჩამოახსნევინეს თუ თქვენია მას დაუშვით ანუ ვინ იყო მისული გადამამის სამართლით მე ვერ გეტყვი თქვენ არიყავით არა წეგანო გამოივა კაფიდეგი და ეხაც აგევდიო არა ვიღაცა იყო მისული და თქვენ ხო არიყავით არა პრესცენტრია რა თქმა პრესცენტრი აქ ვარ ორმეთში ერთ სიტყვით ბოძიდან ბოძზე აი მე რო გავაკეთო ეხლა გოჩას ურამელმა ბოძიდან ბოძზე გავაბა თოკი ჩამოკვიდე ფურცლები მაქვს თუ არა ამის უფლება გეკითხებით ელემენტა მე უნდა გავაკეთო ეხლა და იმით არა ეხლა კაცი რომ მოკლა მე იმას რო დაიჭერენ რა პრობლემაა ხო არა იმე რაღა ხეირი იმას ხო მე ვკითხულობ რომ კანონი არ დავარღვიო კანონმორჩილი ადამიანი ვარ ხო და რისი მუხლი რა მუხლის საფუძველზე მაინტერესებს რა ადმინისტრაციული შეიძლება მოატყუეს მეთქი მაგას ვიძახ არა არ განუმარტეს კანონი ხო და მაშინ ხო და მითხარ წამაკითხეთ მაგას ვიძახი მე ვისურვებ წითელზე რომ გაივლის მძღოლი დაჯარიმდება კი რა თქმა უნდა გარგოა რა პოლიცია დაჯარიმდება და ნახავთ ეს ადრე დაუნდობლები და საქმეა მაშინ ერთი შედარება რომელი უფრო მეტი დანაშაულია ბოძიდან ბოძზე თოკის გაბმა თუ აი აქ პარლამენტში რო წერია აი წავიკითხავთ რა სამშობლოს აჯანყდი და რევოლუციაო როგორ არიან დაჟილები ეს წერია ესე და ჩვენც ვიღაც შეურაცხყოფელია ეს წარწერა პარლამენტზე ავიგე და ჩვენ რომ მოხდეთ რა კანონი მაინტერესებს რო არ დავარღვიო მე არა რაღაცა მიზანი გაქვს მიზანი მაქვს უნდა ჩამოკვიდე და კანონდამზღვევი რო არ გამოვიდე მეთქი რა შემოიცავდა პირდაპირ აი მე თუ რა პირდაპირ უნდა გავაბა თოკი და თუ არ ხო და განვიმატეთ რომელი მუხლით რო არ გავაკეთო ის რა მე ვარ ეკონომისტი, იურისტი არ ვარ და განვიმარტეთ სამართალდამცავთან მოვედი მე მოვედი სამართალდამცავთან, კი? შეგიძლია გამოიღოთ ინტერნეტის ჩვეულებრივ შეგიძლიათ ნახოთ არ მაქვს ინტერნეტი ჩართულია ეს ხო და კანონი მითხარით რა კანონით რომ მე უნდა ლაივი მაქვს ჩართული და ლაივი ხო და ლაივი მაქვს ჩართული და როგორ გამოვთო ახლა ინტერნეტის გამო კაცო
ერთ სიტყვით, მე გოჩა სურამელი მოვედი სამართალ დამცავთა ვითხოვ განმარტებას კანონის, რის საფუძველზე იგზალება ბოძიდან ბოძზე ძაფის გაბმა, სადაც ეკიდება ფურცლები. ძალიან ცუდია. ეგ სამართალ დამცავი, რა ვიცი, არ არის და სამართალ დამცავის პასუხი. არა, ვერ განგიმარტავთო და ვერ გამიგია. ვერ განგიმარტავთო, ეგ არ არის პასუხი. არ არის პასუხი ეგ ვერ განგ. თქვენ სამართალ დამცავს ვალდებულება არა გაქვს? არა, მაინც ვალდებულება. ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. ხო, ერთ სიტყვით აი აქ წავიკითხოთ, აბა რეები წერია, წარმოიდგინეთ რა. სამშობლოს ნუ გვიკლავთ. მე აქ ცხოვრება მინდა და იქით აჯანყდი და თავისუფლება და ასე შემდეგ და ელემენტარულად იქ გაბმული იყო ძაფი. აი მეორე ანუ ამათგან გასჯადი არ არის ეს კანონი, როგორც განმიმარტეს. იქით ვკითხოთ აბა. ეს სამართალდამცავის პასუხი არ არის. მე ვეკითხები ელემენტარულს. რომ განმიმარტეთ კანონი რის საფუძველზე არ შეიძლება, ნუ ბოძიდან ბოძზე გაბმა რა. და სად შეიძლება იქნებ განგვიმარტოთ მეთქი, მაგრამ ანუ აი აქ რო წერია, თურმე აჯანყდი რო წერია და რევოლუცია რო წერია, ეს თურმე ნორმა, ეს შეიძლება, კაცო, ეს დაშვებულია, მაგრამ იქ ანუ ბოძიდან ბოძზე რომ გაკრული იყო ძაფი და საქართველოში უცხოელებზე დარეგისტრირებული ქონების რეესტრიდან ამოღებული საბუთები იყო. თურმე ეს არ შეიძლება და აი ველოდები და ვკითხავ რა ეხლა აი პატივცემულს და რამდენად ნორმალური იქნება ეს. აი წავიკითხოთ რა ხე იქ რა წერია. აი მოიცადე? აჯანყდი, რევოლუცია, არც ერთი ნაბიჯი უკან. აი თურმე ეს არის ნორმა. და იქ რომ ძაფი იყო გამული, ძაფი რომ იყო გამული, ხო? თურმე იქ რომ ძაფი იყო გამული, ის კანონდარღვევაა. ეს კანონის დაცვაა. ბიჭო, შეიძლება ვიგინარამ რაღაც დააწერა, მაგრამ ის ხომ უნდა წაშალო, არა? ესაა კანონი. უკაცრავ, შეიძლება ეს შეკითხვა მაქვს. პირდაპირ ეთერი მაქვს და თუ თქვენზე ზემდგომია ვინმე, გადამამისამართეთ ის, აი. გაჩვენებ და გაგეცნობ, შეკითხვა მაქვს. ბატონო? თუ თქვენზე ზემდგომია ვინმე, მას გავესაუბრები, მანქანაში თუ არის. ძაფის გაბმაზე მაქვს საუბარი და ხო, ნუ რა ვიცი ახლა, პოლიციას ვეუბნები, რომ შეკითხვა მაქვს მეთქი, მაგრამ ეს პოლიცია მემსახურებით საქართველოს, აი აქ. არა, შეკითხვა მაქვს, თუ თქვენზე ზემდგომია მეთქი. არ შეიძლება? ანუ სამართალდამცავ, აი მომისმინეთ ახლა. სამართალდამცავთან მოვედი, შეკითხვა მაქვს ერთი. აჯანყდი, რევოლუცია, აი რო აწერია პარლამენტთან, რევოლუცია, არც ერთი ნაბიჯი უკან. ანუ ეს არის ნორმა და იქით ადამიანებმა ძაფზე გააბეს თოკზე რა. ერთი ბოძიდან მეორე ბოძზე და დოკუმენტებია, ანუ საბუთებია წარმოდგენილი. რომ ქართული მიწა-წყალი, ანუ კონკრეტული რაიონები რა, კონკრეტული ლოკაციები გასვისებული უცხოელებზე. და ეს ჩამოახსნევინეს თურმე, მაგრამ მე ვკითხულობ, კაცო, მე უნდა გავაბა ახლა და სამართალ დამრღვევი რომ არ გამოვიდე, ვკითხულობ, რომ რის საფუძველზე ჩამოახსნევინეს. ეს არის და ეს და რა ვიცი, ახლა პატივცემული ვაფშე გაქვს რა იქით. შეკითხვა მაქვს, შეიძლება? არ შეიძლება? იქიდან არავის არ ძალია? ეს სიტყვით ჩემი სათქმელი რა არის, იცი? აი ეს არის 99 წლის 1999 წლის 9 aprilს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი. აი რისთვის იბრძოდნენ ისინი? აი რისთვის დაეცნენ? რისთვის გაწირეს საკუთარი სიცოცხლე? მამულის ენის სარწმუნოების დასაცავად, ხო? და საუბარია რაზე ახლა? იქ ტარდება აქცია, სადაც უცხოელებზე
სხვისდება ქართული მიწაწყალი. ანუ რეესტრიდან ამოღებული საბუთები იყო გამოფენილი და ფოტოსურათები. ერთი ბოძიდან მეორე ბოძზე გაბმულ თოქზე მივიდნენ პოლიციელები და ჩამოახსნევინეს რა. ჩამოახსნევინეს ეს კანონდარღვევაო. და თუ ის კანონდარღვევაა, მაშინ ეს კანონდარღვევა არ არის? აჯანყი და რევოლუცია რო წერია და არც ერთი ნაბიჯი უკან. აი ელემენტარულად ვადარებ ერთმანეთს რა. იქ არც ესენია გამოფენილი პლაკატები და არაფერი. ელემენტარულად ზაფიდან ერთი ზაფია გამული ერთი ბოძიდან მეორე ბოძზე. ჩამოკიდებული იყო საბუთები, რეესტრიდან ამოღებული ოფიციალური საბუთები რა. და მივიდნენ და ჩამოახსნევინეს. და მე როგორც რიგითი ადამიანი, მოქალაქე, მივედი და პოლიციას ვეკითხები. ნუ მინდა გავიგო რომ რა კანონით ისჯება ეს. ან ისჯება თუ არ ისჯება რა. აი სამართალდამცავს ვეკითხები სამართალდარღვევაზე. არის თუ არა ეს სამართალდარღვევა მეთქი. და არ ცალიაო და დაველოდები ახლა ისაუბროს და შემდეგ რა ვიცი რა. შეიძლება ახლა გკითხოთ? შეკითხვა მაქვს შეიძლება? შეკითხვა მაქვს ერთი სამართალდარღვევაზე. აი ეს არის რა არა და აკატერია ვემსახურებით საქართველოს. მოდი მაშინ 112-ზე დავრეკოთ და საპატრულო ეკიპაჟი გამოვიძახოთ და გავარკვიოთ რა პრობლემაა რაც. Алло, გამარჯობა. გამარჯობა. 112-ზე ვrekav, ხო? გნებავთ რამე? რა ვიცი მიყურებ და იმითო კაც. ეს იყო საპატრულო ეკიპაჟი. რა არის? არ არის აკრძალული არა. არაფერი არ მინდა კაც. ეს ალო. გესმით ბატონო. ხო, საპატრულო ეკიპაჟი მინდა მობრძანდეს სად, იცით? პარლამენტის შენობასთან რა. თბილისია თუ რეგიონი? გესმით ბატონო, ჩემი ხმა? პარლამენტის შენობასთან. თბილისში ხარ? ბატონო? პარლამენტის შენობა თბილისში ხარ თუ ზომა? თბილისში, პარლამენტის შენობასთან. პარლამენტის შენობასთან იხარ თუ სხვა თუ საცოლე? კი, პარლამენტის შენობასთან დგევართ 9 აპრილის გარდაცვლილთა მემორიალი რომაა აი მან. იმედ რამდენიმე ხოდა გიკავშირდება? კი, რა თქმა უნდა. იმიტომ ნუ განგიმარტავთ ახლა გოჩა სურამელი ვარ, საქართველოს მოქალაქე ვარ. აქ პოლიციელები არიან და მე მათთან მქონდა შეკითხვა რა. ანუ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომ კანონდამდგმელი რომ არ იყო, ანუ აქ აქცია ტარდება, ანუ ბოძიდან ბოძზე გაკრული იყო ძაფი. ძაფზე იყო ჩამოკიდებული ფურცლები რა, რეესტრიდან ამოღებული ფურცლები. და ჩამოახსნევინეს და რომ მივედი მე რა რის საფუძველზე ჩამოგახსნევინეს მეთქი და არ ვიცი თუ არ გამიმარტესო და აი მინდა რომ საპატრულო ეკიპაჟი მოვიდეს და მას ვკითხო რა. ანუ კანონდამდგმელი რომ არ გამოვიდე, მე უნდა გავაკრა ახლა და კანონდამდგმელი რომ არ გამოვიდე. გასაგებია. ბატონო გოჩა ადგილზე საპატრულო ეკიპაჟების შორდი არ არის? ადგილზე პოლიციელები არიან, არ ვიცი. მაგრამ არ მესაუბრებიან, დაკავებული ვარ ტელეფონზე ვსაუბრობ, მაგრამ არ საუბრობენ და კი ბატონო. აი, მიღებულია გადავედი ბატონო გოჩა და ვიცი. ხო, კი ბატონო, ველოდები. ეს სიტყვით სამართალდამცავებმა შეკითხვაზე პასუხი არ განცეს. დავეკონტაქტე 112-ს, ველოდები საპატრულო ეკიპაჟს და მათთან მექნება ერთი ელემენტარული შეკითხვა. ბოძიდან ბოძზე, აი ამ ბოძზე რომ გააკრან ფურცლები, რაიმე კანონდარღვევა არის თუ არა და რა მოხდით არის დაჟადი ეს როგორ გითხრათ, ქმედება რა, ელემენტარულია. და ინათ კიდე რო არ გამწეს პასუხი, ისინი კიდე ცალკე პრობლემაა, ვიცი. სამართალდამცავთან მივედი, ვეკითხები, რომ მეთქი სამართალდარღვევა არის თუ არა მეთქი რაღაც საკითხზე რა მნიშვნელობაა, კონსულტაცია მჭირდებოდა.
არც ამად გამცეს პასუხი ამ პატივცემულებმა. არც იმად გამცეს პატივცემულებმა და მიჯულებული გავხდი გამოვიჯახ საპატრულო ეკიპაჟი და ველოდები და მოვა ის რა. ბიჭო, სამართალ დამცავი, სასამართლო უნდა ემსახურებოდეს კანონს და სამართალს რა. და არა ის რომ დროებით ხარ ამ სამსახურში და შენ რიგითი ადამიანის შეკითხვას არ გასცე პასუხი რა. უბრალოდ დაველოდები ახლა აი ატყობ შუა ქალაქში ვარ ხო? პარლამენტის შენობის მიმდებარედ და აი რამდენ წუთში მოვა საპატრულო ეკიპაჟი აქ რა. აი ეს მაინტერესებს მე. კიდევ ერთხელ გეტყვით, აი აქ მიმდინარეობს აქცია და ერთი ბოძიდან, აი ამ ბოძიდან მეორე ბოძზე გაკრული იყო ძაფი, დამაგრებული იყო ძაფი და ფურცლები იყო ჩამოკიდებული და ასევე ფოტოსურათები. რომ ოფიციალური დოკუმენტები რა საბუთები რომ საქართველოში გარკვეული ლოკაციებზე გასხვისებული ტერიტორიები არის უცხოელებზე. და ეს პოლიციელები მივიდნენ და ჩამოახსნევინეს ეს რა. ელემენტარულად მოვედი და ვიკითხე, რის საფუძველზე, რომელი კანონის, რომელი მუხლის საფუძველზე არ შეიძლება საინფორმაციო აი აქედან დროებით რა თქმა უნდა ეს აქცია ხომ ტარდება და დროებით აი აქედან ერთი ბოძიდან აი მეორე ბოძზე რომ იყოს გაკრული ძაფი და ამ ძაფზე რა ფურცლები რა გაკეთებული დამაგრებული ასე ვთქვათ. ახლა დაველოდოთ საპატრულო ეკიპაჟს, აი რა პასუხს გაგვცემენ ისინი. საინტერესოა რა, უბრალოდ რა არის, იცით? ყველაფერს უნდა კონდეს საზღვარი. სამართლიანობასაც და უსამართლობასაც. და ისიც არ მიმაჩნია სწორად რომ პარლამენტის შენობაზე აწერია იქ აჯანყდი და რევოლუცია და რაღაცები. კარგი ჩატარდა აქცია, დააწერა ვიღაცამ, მაგრამ ეს ხომ უნდა წაიშალო კაცო. თბილისის მერს მიმართავ, ეს არ უნდა წაიშალოს? წესით უნდა წაიშალოს ეს. აი კიდევ ერთხელ გაჩვენეთ ნუ რასთან დაკავშირებით მქონდა შეკითხვა, მაგრამ პასუხი იყო, რა ვიცი, აი პასუხი არ იყო რა. პოლიციელი რო პასუხს გაექცევა, აი რაღაცზე უნდა ელაპარაკო იმას. აი მისი იმედი როგორ უნდა კონდეს, ბიჭო, ეკითხები რაღაცას, რომ სამართალ დამრღვევი რომ არ ვიყო. აი ამიხსენი რა. ხომ უნდა აგიხსნას რაღაც. აი ახლა გაჩვენეთ. აი ამ ბოძიდან, აი ატყობთ, აი ამ ძაფზეა საუბარი. აი ამ ბოძიდან გაკეთებული იყო ეს საინფორმაციო ძაფი, აი ამ ბოძზე. შემდეგ იმ ბოძზე, რომ ესე ძირფიარდებულიყო, ჩამოკიდებული იყო, ასე ვთქვათ რა. მაგრამ მოვიდნენ პოლიციელები და ჩამოახსნევინეს. რატომ უნდა ჩამოახსნევინოს? თუ კანონს არ არღვევს. აი რატომ უნდა ჩამოახსნევინოს, ხო? თან არც განუმარტეს რა, უბრალოდ უთქვეს რომ უნდა ჩამოხსნას შენ. არაფერი პასუხი არ გამცეს, ტელეფონზე ვლაპარაკობ და ეხლა პატრულს დაურეკე და პატრულით მოვა ვნახოთ. მე ვხარი რაღაცის საფუძველზე ხო ჩამოახსნევინეთ კაცო და მე უნდა გავაკრამეთქი რა და არ მინდა რომ კანონდამრღვევი ვიყო მეთქი რა. მითხარით რომ თუ რამეს ვარღვევ, არ დავარღვევ კაცო, გიჟი ხო არა ვარ დავარღვევ. და არ გახსენთ ჩემო პასუხსო, პრესცენს მიმართეთ. პრესე უკვე დებილე. და მეორემ კიდე ისო ტელეფონზე ვლაპარაკობ, კუილა ეჭირა ეს ტელეფონი. აი რა უნდა ელაპარაკო? იმასთანაც და მეორესთანაც იქით. აქედან იყვნენ მოსულები? აუ
გაურაცულად და ხო არა ეს ელემენტარულია კაცო თუ რამეს ვარღვე გეუბნები რომ არ დავარღვიო მითხარი რომ აი ეს დარღვევა ეს არ არის დარღვევა ეს პიროვნება იყო რა აიგა ეს და მეორე ეს მეორე ვიცანი იქ ადრე იქით გახომე და ხო ვიცოდე ეს მეორე რომელიც არა ის არა ჩანს იქ რა ვიცი ალბათ მოვაპატროლე აი ატყობთ ელემენტარულად და მოდი აი აი ნახოთ რა დაწერია სახელზეა მაგიდი ალბათ ეს არის მუსიკალური აი ატყობთ რა არასასოფლო სამეურნეო მაგრამ შენი წინაპარი კი იცით ეს სრული არ ყოფილა კიდევ ყოფილა გასაიდუმლოებული რომელიც რო არ ვიცით ინფორმაცია არ აქვს გაყიდული 500 ობიექტი ტერიტორია რომლებიც რო გასაიდუმლოებული ქონიათ რა რომ მოსახლეობამ რო იცოდეს ეს სრული არ ყოფილა ეს ჯერ ერთი რატომ უნდა იყოს გასაიდუმლოებული და მე ეს კიდე ჩვენი წინაპარი რო იბრძოდა კაცო ის არასასოფლო სამეურნეო და სასოფლო სამეურნეოს კი არ არჩევდა არასასოფლო სამეურნეოსთვის იღებოდა სისხლი და სასოფლო სამეურნეოსთვისაც კაცო და ვიღაცა რომ ასხვისებს ამას უფლება ხომ უნდა კონდეს რა კიდევ ძალიან ბევრი არ ვიცით თუ მე მეგონა ეს სრული არა სრული არ იქნება ეს ხალხმა რო გაიგოს ხო არა სრული არ იქნება ეს აი არასასოფლო სამეურნეო 470 კვადრატული, მაგრამ არასასოფლო სამეურნეოზე კი არა, კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. ეს არის საერთო თემა, საერთო პრობლემა, თემა სხვა არის, მაგრამ საერთო პრობლემა. ჩვენი წინაპარი რომ იბრძოდა, მხოლოდ სასოფლო სამეურნეოსთვის კი არ იბრძოდა, კაცო. არასასოფლო სამეურნეოსთვის, არასასოფლო სამეურნეოსთვისაც იბრძოდა. ყველაფრისთვის იბრძოდა, მიწაწყლისთვის იბრძოდა რა. პატარა გოჯი მიწაწყლისთვის იბრძოდა. ვის რა უფლება აქვს, რომ თურმე რა პრობლემაა კაცო აჰა გაყიდეთ რა იყიდება საქართველოს რა პრობლემაა კაცო აი გაყიდეთ იყიდება საქართველოს რა პრობლემაა პრობლემა არის იმაში რომ საქართველოში ერთი პარლამენტარი უნდა მოძებნილი იყო რა საკუთარი ინიციატივით რომ შეეტანა პარლამენტში ის განცხადებით შესულიყო კანონმდებლობა შეეცვალათ ანუ რომ ემსჯელათ საჭიროა თუ არა საქართველოში მიწაწყლის გასხვისება უცხოელებზე. ანუ საქართველოს მომავლისთვის ეს უკეთესი იქნება თუ არ იქნება უკეთესი. აი ამაზე უნდა ემსჯელათ პარლამენტარებს, მაგრამ რატომღაც პარლამენტში არ აღმოჩნდა ესეთი ერთი ადამიანი რა. რომ ემსჯელათ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უძრავი ქონების გასხვისება უცხოელებზე ეს არ შეიძლება და ეს უნდა აიგრძელოს კაცო. ეს არის ზეპარტიული თემა. ეს ზეპარტიული თემაა და ზეპარტიული საკითხია და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე პირადად როგორც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს ეს არის გათავისებული უნდა კონდეს ყველას რა. მარტო ეს კი არა, აი იქითაცაა.
აი აკეთე. აი წარმოიდგინეთ, მარტო ესენი კი არა, კაცო და აქ შეიძლება წარმოდგენილი იყოს ზღვაში წვეთი რა, ზღვაში წვეთი. მაგრამ ყველაზე ცუდი რა არის, იცით? პოლიციელები მოვიდნენ და აი აქ ეს ჩამოახსნევინეს, რომელიც გაკრული იყო ამ ბოძიდან, აი ამ ბოძიდან, აი ამ ბოძიდან, აი ამ ბოძამდე. აი ამ ბოძამდე. გაკრული იყო ეს ფურცლები და ჩამოახსნევინეს და თურმე ეს კანონდარღვევა ყოფილა, მაგრამ არ უთხრეს. მაგრამ არ უთხრეს რის საფუძველზე, რომელი მუხლის საფუძველზე. ეხლა ადამიანები აი აქ რომ დგანან, ესენი იურისტები კი არ არიან, კაცო. ჩვენ ვართ რიგითი ადამიანები, ხო, რიგითი ადამიანები. აი რაღაცა რომ არიცი, უნდა კითხო ვის, სამართალდამცავს უნდა კითხო და განგიმარტოს უნდა მან. რომ ეს ამის გამო არის დარღვევა. მაგრამ თუ არ განუმარტე შენ ეს რიგით ადამიანს და რომ დაარღვევს და შემდეგ მიხვალ და დააჯარიმებ, აი ეს არის ზუსტად კანონდარღვევა, აი მეტი კი არაფერი. ალო გამარჯობა. რასთან დაკავშირებით რეკა, ვიცით? მე დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ საპატრულო ეკიპაჟი გამოვიძახე და უნდა მოსულიყო და ანუ არ ჩანს და პარლამენტთან ვარ, სადმე ტყეში კი არა ვარ, კაცო, პარლამენტთან ვარ. ბატონო? პარლამენტთან კი, ქვედა მხარეს 9 აპრილი გოჩას ურამელი. ნუ ველოდები და არ მოდის ახლა და რა ვიცი, ესეთი არაოპერატიულები არიან, კაცო. კარგი, მე დავაფიქრე და გადავწევ. პარლამენტთან ვარ, პარლამენტთან, ტყეში კი არა ვარ, კაცო. კარგი, გადავწევ. ხო, ველოდები. გაგებშობ. აი კიდევ ერთხელ ავხსნი რა. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ხო? აი პარლამენტთან მიმდინარეობს აქცია. პრობლემა არ არის, კაცო, არის აქცია. მე იმ აქციასთან შეხება არაფერი არ მაქვს. აქ წერია აჯანყდი რევოლუცია. აი, წაიკითხეთ. არც ერთი ნაბიჯი უკან ფიცი გვაქვს დადებული. აჯანყდი რევოლუცია. აი ანალოგიურად აქ ხომ ეს აქცია აი იქით ერთი 100 მეტრში 200 მეტრში იყო აქცია და აქცია არის ასეთი ქართული მიწაწყალი არ გასხვისდეს უცხოელზე და გაკრული იყო ერთი ბოძიდან აი ასეთი ბოძიდან ერთი ბოძიდან მეორე ბოძზე გაკრული იყო ძაფი და მივიდნენ პოლიციელები აი ერთი ავტომობილი აქ არის პოლიციელების მეორე ავტომობილი იქ დგას პოლიციელების ორივეს ვკითხე მე მისულები იყვნენ და ეს ძაფი ჩამოახსნევინეს ანუ სადაც ეხატა რომ დოკუმენტაცია იყო საჯარო რეესტრიდან ამოღებული ქართული მიწაწყლის გარკვეული ნაკვეთები რომ დარეგისტრირებულია უცხოელებზე აი ეს დოკუმენტაცია იყო და მივიდნენ და ჩამოახსნევინეს მე ვკითხულობ ელემენტარულად ამ პოლიციელებსაც ვკითხე და ამ პოლიციელებსაც ვკითხე ანუ რის საფუძველზე რომელი კანონის რომელი მუხლის საფუძველზე არ შეიძლება როდესაც აქცია იმართება აი ერთი ბოძიდან მეორე ბოძზე რომ გაებას თოკი და იმ თოკზე ჩამოკიდებული იყოს ფურცლები აი რის საფუძველზე არ შეიძლება ეს მაგრამ ვერც ერთმა და ვერც მეორემ ვერ მიპასუხეს და განა ვერ მიპასუხეს არ მიპასუხეს უბრალოდ რა არ მიპასუხეს და ეხლა თუ ეს ნორმა რომ სამართალდამცავთან მიხვიდე
შეკითხვა დაუსვა, აი რის საფუძველზე არის დაჯარიმებადი ეს, ანუ რატომ არ უნდა იყოს გაკრული თოკი. გითხრან რა, რატომ არ უნდა იყოს გაკრული, კაცო და კანონმორჩილი ადამიანები ვარ და გვეცოდინება რომ აი ეს არ შეიძლება. ამის გამო არ შეიძლება. აი ახლა მგონი მირეკავდნენ, მაგრამ რატომღაც ამ ხმაურში ვერ გავიგე ზარი. აი ამათაც ვკითხე. ამათაც ვკითხე და იმათაც ვკითხე. ერთ სიტყვით, მაგრამ ასუხი არც ერთმა გამცა და არც მეორემ რა. არაბდა ელემენტარული შეკითხვა მქონდა. აი ამ ადგილზე ერთი ბოძიდან მეორე ბოძზე რომ გააკრა თოკი, რო კანონის რომელი მუხრით არის დაჟადი. ელემენტარული მაინტერესებს სამართალ დავცავი აბა რისთვისაა კაცო. ვიღაცა კაცს რომ უყურებს და მე დააჯარიმოს? შეკითხვა მქონდა, ერთა ელემენტარული შეკითხვა მქონდა. არც ამათ მიპასუხეს. დანარჩენზე კიდე რა ვიცი, აი რა ვთქვა, ველოდები ახლა საპატრულო ეკიპაჟი. ერთი ზარი შემოსული იყო და ხმაურში ალბათ ვერ გავიგე, მაგრამ მეორეთ მესამეთ ხომ უნდა დარეკონ კაცო. მეორეთ მაინც მესამეთ არა. თუ არა მოვიდეს ადგილზე პარლამენტანა ვარ და დავინახავ. საპატრულო ეკიპაჟი რომ მოვა, კი დავინახავ. ერთი სიტყვით, აი ახლა დროები დაგემშვიდობებით, ტელეფონს გავტიშავ და საპატრულო ეკიპაჟი თუ მოვიდა, გავაგზავნებ პირდაპირ ეთერს რა.